მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. დასაწყისშივე გეტყვით, რომ თუ არ გსურთ გამოტოვოს ჩემი შემდეგი ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და გაუზიარეთ მქსოველ მეგობრებს, რომ ჩვენი გუნდი გაიზარდოს და ბევრნი ვიყოთ, ვინც ამ ხელსაქმით ვართ ანთებულები. ასე რომ მოიმარჯვეთ, საქსოვი, ცხელი სასმელი და მოემზადეთ ამ ვიდეო ბლოგის სანახავად, რომელიც არის ორკვირიანი, სადაც გიზიარებთ აბსოლუტურად ყველა დაწყებულ და დასრულებულ ნივთს. დასრულებული ნივთი არის თავიდანვე გეტყვით 14 და მაქვს პროექტები, რომლებიც დავიწყე ამ ვიდეოს მანძილზე და ჯერჯერობით ვერ მოვასწარი დასრულება, ასე რომ საკმაოდ საინტერესო ვიდეო ბლოგი გელით წინ. ასევე გამოვავლენთ გამარჯვებულს, რომელიც წინა გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას და ყველაფერთან ერთად შევაჯამებთ მთელ ორკვირიან პერიოდს. პლუს ამას ვიდეოს ბოლოს დაგხვდებათ კითხვაზე პასუხი, ერთ-ერთ კომენტატორს ვუპასუხე კითხვაზე, ვინ მასწავლა და როგორ მასწავლა ქსოვა და როგორ ვიცი ასე კარგად. პირველ რიგში მადლობა რომ თვლით რომ მე კარგად ვქსოვ და მეორე რიგში უკვე სრულ პასუხს ვუყუროთ ბოლო ნაწყვეტში, ასე რომ არ გადართოთ. დარჩით ჩემთან და იმედი მაქვს რომ საინტერესოდ და მოტივირებულად გავატარებთ დროს. ცოტა არ იყოს ვჩქარობ, რადგან ეს ამ ნაწყვეტს ვიღებ უკვე ვიდეოს ბოლოს, რადგან მივხვდი რომ ის მისალმება, რაც მანამდე მქონდა ჩაწერილი, მთლიანად არ შეესაბამებოდა ამ ვიდეოს თემატიკას და გადავწყვიტე თავიდან გადამეღო, შესაბამისად სამსახურში წასვლამდე უნდა მოვასწრო ეს ყველაფერი. თქვენ კი არსად არ იჩქაროთ, შვიდად წყნარად ისიამოვნეთ პროცესით, ქსოვეთ ის ნივთი, რაც ახლა გაქვთ პროცესში და თან კომენტარებში თუ გამიზიარებთ, რაზე მუშაობთ ახლა, საერთოდ ძალიან კარგი იქნება, რადგან უზომოდ მიყვარს თქვენთან ურთიერთობა კომენტარებში, რადგან მე მაინც კამერასთან ვლაპარაკობ, უშუალოდ თქვენთან შეხება კონტაქტი არ მაქვს და ერთადერთი საშუალებაა ჩვენი კომუნიკაციის კომენტარები, სადაც შეგვიძლია რომ აი დიალოგი ვქონდეს და არა ესეთი კამერასთან მონოლოგი, ასე რომ გელოდებით კომენტარებში, ახლა კი ვუყუროთ აი ამ საინტერესო ვიდეო ბლოგს. ღამის რომელი საათია, ცოტა მოგვიანებით გეტყვით, მაგრამ აი ესეთი დიდი ქსოვილი მოვქსოვე მანქანაზე, უცებ რაღაცა იდეა მომივიდა თავში და გადავწყვიტე რომ არ გადამედო დიდი ხნით კალათაში და ეგრევე განმეხორციელებია. ქსოვილი მოქსოვილია, მაგრამ ძალიან გვიანია უკვე. აქვე მაქვს საათი. ანუ 3:11 წუთია. ძილის დროა, დიდი ხანია, მაგრამ ფიზიკურად არ შემეძლო, არ გამეკეთებინა ეს ყველაფერი. ახლა ამას მოვხსნი მანქანიდან. ხვალ დილამდე შესაბამისად იდება უბრალოდ. აქ ცოტა გამეწელა, ჩამოკიდებული იყო ზედ სიმძიმე. всё, გასწორდა. ხვალდილამდე იდება, რომ შეიმკუმშოს და თავისი ბუნებრივი ფორმა მიიღოს. მერე გავაკეთებ იმას, რაც მაქვს ჩაფიქრებული და ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ რა გამოვა და თუ გამოიცნობთ, კომენტარებში დაწერეთ ვარაუდი. ძალიან საინტერესო იქნება თუ ვინმე საერთოდ გამოიცნობს დაახლოებით მაინც. მინიშნებას გავაკეთებ, რომ ეს არის ესეთი რაღაც, ანუ არ არის ტანსაცმელი, არ არის აქსესუარი, ქსოვის აქსესუარია. ანუ ჩასაცმელი აქსესუარი არ არის. ანუ არანაირ კავშირში არ არის ჩაცმასთან. და ვნახოთ რა გამოვა. ვფიქრობ, რომ ძალიან კაი რაღაც უნდა გამოვიდეს და რაც მთავარია, ჩემ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ძალიან პრაქტიკული ნივთი, რომელიც მუდმივად გამომადგება და ჯერ ერთი ესთეტიური იქნება ყოველდღიურობაში, ასე რომ ვნახოთ. სხვათა შორის ბალიშის პირების მოქსოვა შეიძლება, ასე მithumetes აი ესეთი ბამბის ძაფი
მაქვს არც თუ ისე ცოტა და დეკორატიული ბალიშისპირები მისაღებში დივანზე რომ იყოს, მაგალითად ზედ ამოქარგული რაღაცებით, რატომაც არა. მოკლედ ძილის წინ ძალიან იდეები მაწუხებს, წავედი დავიძინო, მაგრამ რაც მთავარია, მივუახლოვდი იმ იდეას, რაც ღამის 2 საათზე დამებადა. ასე რომ გავაგრძელებ. ვზივარ გუშინდელ ნამუშევარს ვასრულებ. აქ უკვე შევტეხე. და საბოლოო ჯამში გაგიზიარებთ რა იქნება. ეხლა მეორე მხარეს უნდა გავაკეთო ანალოგიური. არის უკვე 2:21 წუთი და ვიდეო, რომელიც გუშინ დილით მინდოდა რომ გამომექვეყნებინა, ჯერ კიდე იტვირთება და ჯერ კიდე 98%-ზეა, ანუ 2 დღე მოანდომა იმას, რომ აიტვირთოს YouTube-ზე. ანუ მანამდე ხო მონტაჟი იყო. მერე დამონტაჟებული უნდა ჩამომეტვირთა და ახლა YouTube-ზე რო აიტვირთოს, მაგას ველოდები უკვე მეორე დღეა. დღეს წესით უკვე ყველაფერი იქნება, პარასკევი დღეა, 21 რიცხვი და 2 დღის დაგვიანებით გამოვა ვიდეო, მაგრამ არის ძალიან დიდი და რეალურად პრობლემაც მაგაში, ანუ საათი და 12 წუთიანია, ასე რომ დარწმუნებული ვარ, კარგად ისიამოვნებთ ამ ვიდეოს ყურებით. ნუ ეხლა რა ვიდეოშიც ვლაპარაკობ, იმას როცა ნახავთ, ეს უკვე გამოქვეყნებული იქნება. დავბრუნდები აი ამ ნამუშევარზე, ანუ ფერთა შეხამება უზომოდ მომწონს და საბოლოო ჯამში დასრულებული ნივთი თუ ისეთი გამოვა, როგორიც მე მქონდა გონებაში წარმოდგენილი, ესეთი ბამბიზაფების კომბინაციები მაქვს საკმაოდ ბევრი და აუცილებლად კიდევ რამდენიმეს მოვქსოვ. ანუ ძალიან მომწონს. ესე გამოიყურება ჯერჯერობით. ერთი წამით, აი ეს. ეს ფერთა შეხამება არის, რაც ყველაზე მეტად მომწონს. პლუს ამას დიდი სიამოვნებით დაუმატებდი მაგალითად მდოგვის ფერს. და ნუ მანქანაზე ქსოვა ძალიან კაი რაღაცაა. თუ გაქვთ და არ იყენებთ, კითხვა მაქვს, რატომ არ იყენებთ? აუცილებლად გამოიყენეთ და დამიჯერეთ დამოუკიდებლადაც შეძლებთ მანქანაზე ქსოვის დასაწყისის სწავლას და მერე რა თქმა უნდა არის ნიუანსები, რომელიც ჯობია რომ პროფესიონალმა აგიხსნათ. ჯერჯერობით მე მაგ ეტაპამდე არ მივსულ ვარ. ჯერჯერობით საბაზისო რაღაცეების ათვისებაზე ვარ და მომწონს ის პროცესი, რომ მე თვითონ ვაკეთებ ამას, ანუ მე თვითონ ვსწავლობ, ვტესტავ რაღაცეებს, თან ანუ მით უმეტეს ჩემთვის ეგ მანქანაზე ქსოვა უფრო მეტად არის ახლა უკვე ხელოვნება, ვიდრე ჩხირებით ქსოვა, იმიტომ რომ ჩხირებით ქსოვა მეკცა საქმიანობად. შესაბამისად მანქანაზე ქსოვით მაქსიმალურად დიდ სიამოვნებას ვიღებ და პლუს ამას ის ფაქტი, რომ მუზა რომ მომივა, შემიძლია დავჯდე ღამის 2 საათზე და რაღაცა დავიწყო და გავტესტო. ანუ მე ძალიან მომწონს ეგ ფაქტი. ეს ზაფი არის რამდენიმე წვერში და ძალიან ცუდი საქსოვია ჩხირებზე და აშკარად მანქანაზეც მთლად იდეალური არ არის. მაგრამ იმდენად ბევრი ნარჩენის მაქვს გორგალიც და ნარჩენიც, რომ ყველა უბრალოდ დებას მირჩევნია რაღაცა ესეთი პროექტებში გავხარჯო. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გაჩვენებთ რა პროექტია. ახლა გავაგრძელებ მუშაობას და გაგიზიარებთ დანარჩენ ნაწყვეტებს. როცა სამეგობრო ბლოგერებიდან დაკომპლექტებული, ასე გამოიყურება სახლი. გავაკეთოთ ფონში მეგობრებისთვის. დავარღვიე. რეზინა რაც მქონდა მოქსოვილი 6 მმ-ზე, გადავედი 5 მმ-ზე და მოვქსოვე ისევ რეზინი და უკვე ზევით ძალიან აქტიურად მუშაობ.
დღეს დავიწყე ოღონდ. აქტიურად მუშაობ, დღეს დავიწყე ოღონდ. აი ესე. აპისენი. აი ესეთი ლამაზობა უნდა გამომივიდეს. საღამოს ყავას მივირთმევ ჩაისთან ერთად. ანუ ყველაფერი აქ მაქვს მოგროვილი, რომ არ მოუწყდე სამუშაო პროცესს. პლუს ამას ვუყურებ ქსოვის ვიდეო ვლოგებს. და ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან ყოველი ახალი ვიდეო ვლოგი, რასაც ვუყურებ, მიმატებს სიაში ახალ სურვილებს, რა მინდა მოვხსოვო ჩემთვის, ასე რომ ძალიან რთული საქმეა. როგორ მომწონს ფერი, მით უმეტეს ახალი ჯინსები ვიყიდე, თანამედროვე განიერი ტოტებით, ახალი ფეხსაცმელი და ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდებიან ერთმანეთს. როგორც კი დავამთავრებ, აუცილებლად გადავიღებ Reels, სადაც გაჩვენებთ, როგორ გეგმავ ამ კარდიგანის ტარებას. მოკლედ, როდესაც ხელია კადრში ფერი უფრო სწორად გადმოიცემა, როგორც კი გავწევ, აი ესე ძალიან ლამაზად გადმოიცემა ფერი. აი ესე. გავაგრძელებ ახლა ამაზე მუშაობას და შემდეგ ჩართვაში გაჩვენებთ შარფს, რომელიც თითქმის დავამთავრე და სანამ მართლა დავამთავრე, მოვასწრო გადაღება, თორე არც ერთი ნაწყვეტი არ მაქვს, მე მგონი გადაღებული, როგორ დავიწყე, როგორ მიმდინარეობს პროცესი და მესამე ბურთულა მაქვს მოსაქსოვი, რითაც საერთოდ დამთავრდება სიგრძეში ქსოვა. ასე რომ, სანამ დასრულებულა, მოვასწრებ კადრში ჩვენებას. ახლა კი გავაგრძელებ ქსოვას. აი ესე მიმდინარეობს ჩემი შარფის ქსოვის პროცესი, უზარმაზარია უკვე, აი ესე ორფენად რომ დავიჭირო. ანუ ესე გრძელი. რა თქმა უნდა, გამოსახულება არ ვარგა, იმიტომ რომ არის უკვე აი რომელი საათია? პირველი 41 წუთია. მაგრამ არ მეძინება ძალიან მინდა აი ამ შარფის დამთავრება. აქ ძაფი მქონდა ძაფი გამითავდა და იყო მანქანაში და მხოლოდ რაღაც 2 საათის წინ მომიტანა მეუღლემ და ახლა უნდა მოვხსოვო ეს შარფი. აი ესეთი ნაწნავებითი ქსოვება, დღის შუქზე ვეცდები ხვალ გადავიღო ნაწყვეტი და გაგიზიაროთ. აქ არის 2 მთლიანი ბურთულა და ახლა მივუერთებ მესამეს. ეს არის ავიო 05 63% ალპაკა, 37% პოლიამიდი, 150 მეტრი, 50 გრამში. ხოლო რაც შეეხება აი ამ ყვითელ ქსოვას, ზურგზე ვარ უკვე თვლების დახურვაზე, რომ იღლის ჭრილი გავაკეთო და პირველი ყვითელი ბურთულა დამიმთავრდა. ანუ წარმოგიდგენთ, აქ მაქვს მშრალი სარაცხი ჩამოხსნილი, რომელიც დასაკეცია, მაგრამ ვერ ვწყდები ქსოვას. აქ ძაფი გამითავდა თუ არა, გადავედი ისევ ამაზე, რომ მოვქსოვო. ეხლა თითქოს ესე აღარ ვათამაშებ კამერას. მოვხსოვ ამას და უკვე დასრულებულს გაგიზიარებთ ვიდეოს ბოლოს, მაგრამ მინდოდა პროცესში მეჩვენებინა, როგორ გამოიყურება. ერთწამით ახლა სარკეში გაჩვენებთ რამ სიგრძეა. აი ესეთი სიგრძე აქვს უკვე, მაგრამ არ არის საკმარისი, მინდა რომ უფრო მეტად გრძელი იყოს. წავედი გავაგრძელო ქსოვა. ყველაფერთან ერთად, ჩემმა აი ამ ვითომ ძალიან წყნარმა დღეს დაღრნა აი ეს ჩხირი, აი ეს და აი აქ ეტყობა კიდევაც ჯერ კიდევ, აი რომელიც ჯერ ესეც ჩემი არ არის ვითხოვე და გამიფუჭა. მეუღლემ გაშკურყა, მაგრამ გაშკურყვის პროცესში, ანუ ერთწამით დავიჭირო ერთნაირ სიმაღლეზე. სიმაღლეში დაპატარავდა, ზედმეტი რომ ეს ცხვირი იმდენად იყო დაზიანებული აქეთ ამ მხარეს,
რომ მოაშკურკა ყველაფერი, დაპატარავდა ზომაში. მაგრამ ეხა გლუვია და ქსოვის შესაძლებლობა მაქვს, ანუ ახალი უკვე შევუკვეთე, რომ ვისგანაც ვიტყოვე იმას მივცე, ახალი და არა გაფუჭებული და რო არ შევწყვე ამ პატარა მაიმუნის გამო. ასე. წევს ვითომც არაფერი არ გაუფუჭებია და მე რამდენი ჭხირი მომისპო უკვე. ჭხირებს ძალიან ერჩის, განსაკუთრებით მე ხო ხის ჭხირებით ვქსოვ. აი ცხვირზე ეტყობა. აი ეს არის განაშკურკი. აქეთა როგორი გლუვია პრიალა და ეს როგორი მატოვია. თან პლუს კბილების კვალი ჯერ კიდე ეტყობა. მავნე. მოკლედ გავაგრძელე ახლა ქსოვა და დასრულებულ ნივთს ვიდეოს ბოლოს როგორც დაგპირდით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ამ ვიდეოში. მინდა რომ გაგიზიაროთ ამ ეტაპზე რა პროცესები მაქვს უკვე, რადგან ძალიან ბევრი მათგანი მალე გახდება დასრულებული ნივთი, ერთ-ერთი უკვე გახდა საერთოდ. არა, ორი ნივთი დავასრულე უკვე და ამ ორკვირიან ვიდეო ვლოგში მინდა რომ ვიცოდეთ ეტაპობრივად რაზე ვმუშაობდი საერთოდ. და ასე თუ ისე ვიცოდეთ რას ველოდოთ ორი კვირის ამოწურვის თავზე, ანუ რა ნივთები მექნება დასრულებული. პირველ რიგში გადაწყვიტე რომ დამესრულებინა მანქანაზე მოქსოვილი ნივთი, რაც წინა ნაწყვეტებში გაგიზიარეთ, ეს არის რძისფერი და ტერაკოტისფერი ზოლებიანი ნივთი, რომელსაც ბოლოში გაჩვენებთ როგორი გამოვიდა და ერთი წამით აქ მაქვს კალათა, სადაც უკვე მაქვს მეორე, ანუ რევერსული ფერებით მოქსოვილი, აი ესეთი, სადაც არის პირიქით უკვე რძისფერი ზოლებია, ტერაკოტი არის ძირითადად გამოყენებული. ამის დასრულებას გეგმავ 4 შაბათამდე. ერთ-ერთი დასრულებული ნივთი იქნება ეს, ყველაფერთან ერთად. გაჩვენებთ ახალი დაწყებული ნივთები რა მაქვს და პლუს ამას გაგიზიარებთ წინა კადრებში რაც უკვე ნახეთ, რა დონეზეა ახლა განვითარებული. დავიწყებ იმით, რომ მაღაზია, რომელთანაც თანამშრომლობ უკვე საკმაოდ დიდი ხანია და რამდენიმე წინა ვიდეოში მაქვს ამაზე ნასაუბრები. ანუ ახლა ცოტა ზანზალაკების ხმა გვექნება, მაგრამ ერთიანად მინდა გაჩვენოთ. ნახევარ ფაბრიკატები მაქვს გამზადებული. იმისთვის რომ ერთიანად დავასრულო სათამაშოები, ესენი არის საჩხაკუნოები. აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. აი ესე. აქ მაქვს ესე იგი 5 ცალი. ხუთი ცალი არის yarnart ჯინსის 05-ია თუ სწორად მახსოვს, 5 ცალი არის ერთი და იგივე ფერის, ნაცრისფერი დამივარდა. 3 ცალი არის ყვითელი. ეს იქნება ახალი სათამაშო, რომელიც მინდა რომ გავტესტო და 2 ცალი არის კრემისფერი, ეს არის Alizes Cotton Gold-ი. აქ ვცდილობდი რომ მეპოვა ზომა თავის, ნახეთ ევოლუცია ამ თავის ზომების. ანუ ხა დამეთანხმებით რომ პატარა ბავშვისთვის ეს ძალიან დიდია ჩვილისთვის და ვფიქრობ რომ აი ესეთი პატარებიდან რომელიმე დასრულებული, რომელიც უფრო მომეწონება, მაგრამ რატომღაც აი ამას ვფიქრობ. ეს ზომა მომწონს ყველაზე მეტად. ეს თითქოს მეპატარავება და ეს კიდე ძალიან დიდია. ამით შორის სხვაობა არის ერთი ნამატიანი რიგი, რამაც რადიკალურად შეცვალა ზომაც და აღქმაც, ანუ ესე. აი ეს არის დიდი ზომის, ანუ მე ყოველთვის ვქსოვ აი ამითი შემაერთებელი რიგით, თვლით უფრო სწორად, ესე უფრო მეტად მომწონს, როგორ გამოიყურება ნაქსოვი და თან ყოველთვის აი ამ ნაწილს ხეზე, როდესაც ვაკერებ აი ამაზე, ანუ ყოველთვის ვცდილობ რომ ეს ადგილი, სად არის?
იყოს უკანა ნაწილი და ამით ჯერ ერთი მარტივია მივხვდე სად არის წაღმა ნაწილი, სად არის უკუღმა ნაწილი. და ავიღებ რაც დამივარდა. ერთიც ასეთი ნაცრისფერი. ეს არის Yarnard Jeans-ის 49 კოდი. ამ ყველაფრის მოსაქსავად რა თქმა უნდა გამოვიყენე ჩემი მარაგები და უკვე გამოაკლდა საკმაოდ დიდი ნაწილი. პლუს ამას მაქვს დასრულებული შარფი დავამთავრე. 2 ცალი მქონდა მარაგში, რაც არ მეყო და დამჭირდა 1 ცალის დამატება. მაგრამ უკვე ნაყიდი მქონდა, როდესაც გამოვიდა ჩემი ვიდეო, სადაც დავიანგარიშე ყველა ჩემი ძაფი, შესაბამისად პლუს 50 გრამს ეხლა აღარ ჩავითვლი. ეს ყველაფერი მოქსოვილია ჩემი მარაგებიდან ამოღებული ძაფებით. ჯერჯერობით ახალი არაფერი არ მაქვს დამატებული. რაც შეეხება ერთ-ერთ წინა ვიდეოში ან წინა ნაწყვეტში გაჩვენეთ, რომ ვქსოვ შარფს, გრძელს, ნაწნავებით, რომელიც უზომოდ მომწონს. 2 ცალი რაც მქონდა მანამდე ნაყიდი ერთ-ერთ წინა ვიდეოში, მე მგონი იანვრის ერთ-ერთი პირველი ვლოგი იყო. არ მეყო, დამჭირდა კიდევ 1 ცალის დამატება. თუმცა, როდესაც გამოვიდა ჩემი ვიდეო, სადაც ყველა ჩემი ძაფი, რაც მაქვს მარაგში დავიანგარიშეთ, იქ უკვე მქონდა დაანგარიშებული, იმიტომ რომ უკვე დამთავრებული იყო ეს შარფი მაგ ეტაპზე და რაც შეეხება ამ ყველაფერს, ესე იგი პლუს ძაფები ჯერჯერობით არ მაქვს მხოლოდ მინუსები, რაც ძალიან მიხარია. ჯერჯერობით არის პარასკევი. წინ არის 4 შაბათამდე კიდე რამდენიმე დღე, არ ვიცი ზუსტად 4 შაბათს მოვახერხებ თუ არა ამ ვიდეოს დასრულება, დამონტაჟება და გამოქვეყნებას, რადგან ძალიან დიდი ვიდეოა. და ამასობაში თუ რაიმე დაემატა, არ ვიცი, ჯერჯერობით წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ერთი ვარიანტი არსებობს, რომ ხვალ დამემატოს დაახლოებით კილო და რაღაც ძაფი ბაბინაზე, უბრალოდ ხელიდან ვერ გაუშვებდი ამ ძაფს. რაც შეეხება უკვე რაც მაქვს მოქსოვილი, აქ არის ვიდეოს ბოლოში ყველა ნამუშევარს რო გაგიზიარებთ უკვე დასრულებულ მდგომარეობაში მოდით, მერე დავიანგარიშოთ, რამდენი გამოვიდა, ანუ რამდენი ძაფის გახარჯვა მოვახერხე. გადავიდეთ შემდეგ ნივთებზე, რაც მოვქსოვე. გადავიდეთ შემდეგ ნივთებზე, რაც მოვქსოვე და ეს არის კარდიგანი, რომელიც დიდი ხანია მინდა რომ ჩემთვის მოვიქსოვო და რატომღაც შუაში, მოკლე რიგებს ვაკეთებდი და ამიტომა შუაში გაწყვეტილი ქსოვის პროცესი. ანუ აი ასე გამოიყურება ეს წინა ნაწილი. მაქვს იღლის ჭრილი დაწყებული. შეხამებულია ჭყვიალა ბზინვარე ძაფთან. რა თქმა უნდა, ახლა ფერი არ გადმოიცა. ახლა გადმოიცემა ფერი იდეალურად. ეს იქნება კარდიგანი, რომელსაც ვქსოვ ჩემთვის, როგორც იქნა, ჩემი საყვარელი ფერით. ძაფით, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია მიდევს ასორტიმენტში და ეს ძაფიც მაქვს მითვლილი ჩემ მარაგებში. მქონდა 50 გრამიანი 4 ცალი და პლუს კეთყვით ახლა კი, ანუ 250 გრამი ძაფი მქონდა ჯამში ამ ნივთისთვის. არ ვარ დარწმუნებული რომ მეყოფა, თუმცა 250 გრამის მოქსოვას როდესაც შევძლებ, პლუს 1 50 გრამიანის დამატება არ უნდა იყოს პრობლემა, რომ დავამთავრო და იმის გამო რომ ძაფი არ მინდა რაოდენობაში მივიმატო პლუსის სახით, ანუ დამრჩეს დაუმთავრებელი. ახლა აი ამ ადგილას ვაკეთებ საყელოს ამოყვანას, მაგრამ გვიან ვქსოვდი და არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ყველაფერი სწორად მაქვს გაკეთებული, ანუ ფიქრობ რომ მოვარღვევ და მე თვითონ როგორც ვაკეთებ ზოგადად ამას, ისე გავაკეთებ და არაფერი არ დაშავდება ასეთი პატარა დეტალით თუ ავწდები ტექსტურ აღწერილობას. ასე რომ გავაგრძელებ დღეს ამაზე მუშაობას, მით უმეტეს რომ ხვალიდან უკვე სამსახურში გავდივარ, იქ უკვე შეკვეთა მელოდება, რომელიც მეგონა რომ დამთავრდა და დავივიწყებდი, იმიტომ რომ მაგრად არ მიყვარს ნასკების ქსოვა.
არ მიყვარს ნასკების ქსოვა, რა გავაკეთო. და მით უმეტეს ახლა 45 ზომა მაღალი, ანუ წინა ვიდეოში რაც დავასრულე, დამკვეთმა ითხოვა რომ სიგრძეში დავაგრძელოთ და ერთი ცალი მთლიანი გორგალი ძაფიან 100 გრამი სიმაღლეში მოვქსოვოთ. არ ვიცი რისთვის არის ეს ნასკები განკუთვნილი, მაგრამ 420 მეტრის სიმაღლეში მოქსოვა უბრალოდ ორივე წინდაზე, ანუ 200 მეტრი უნდა მოიქსოვოს თითო წინდაზე. არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, წვრილი ზომის ჩხერით 2.75-ით ვქსოვ და ამ დროში მართლა აი სხვა რამეს მოვქსოვდი და დავამთავრებდი, მაგრამ ნუ შეკვეთა უკვე, რადგან ეს შეკვეთა ითვლება ჯერ არ დასრულებულად, ანუ უკან მოგვიბრუნეს სიმაღლეში დაგრძელების თხოვნით და შესაბამისად თვალდასრულებულად არ ითვლება უარს ვეღარ ვიტყოდით, ანუ ეხლა რომ ახალი შეკვეთა იყოს, ეგ საერთოდ უცხო ადამიანის ვეტყოდი უარს, მაგრამ ეხლა უარის თქმა არ გამოდის. მოკლედ, ეს მაქვს აი ესეთ ტომარაში თავის აბსოლუტურად ყველა ძაფიანა მოთავსებული და დღეს საღამოს ამას აქტიურად მოვქსოვ. შემდეგი, რაზეც მუშაობდი, ტომარას არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ არა გაჩვენებთ, ბარემ გაჩვენებთ. ეს არის წინა ნაწყვეტებში რაც გაჩვენეთ, მანქანაზე რომ ვქსოვდი და დავამთავრე და დასრულებულ ნიცად მივიწერე. აი ესეთი ქისასავით ტომარა მოვქსოვე, რომელიც არის project bag-ი და აქვს აი ესეთი შესაკრავები, ერთი წამით. აი ესე და აქ შეგვიძლია ესეთი ბანტიც შევკრათ და გამოვა აი ესეთი ტომარა, რომელიც უზომოდ მომწონს, უზომოდ მაბედნიერებს, უზომოდ მიხარია რომ ესეთი რაღაცა გავაკეთე, პლუს ამას აი ესე გადავკეცავ და შემიძლია რომ მთელი ძაფები შიგნით მქონდეს და მოვქსოვო. ახლოდან კადრებსაც გადავიღებ და ჩავთავ, მაგრამ ახლა რაც შიგნიტებს დავუბრუნდეთ ამას. შიგნით კი გვაქვს აი ესეთი პროცესი. ჯემპრი, რომელსაც ერთობლივად ვქსოვთ ჩემს Instagram დახურულ ჯგუფში, არის უკვე აი ესეთ ეტაპზე. დღეს ამ ვიდეოს გადაღებას როგორც კი მოვრჩები, უნდა გადავიღო მეორე მხრის ამოყვანა და საყელოს გაერთიანება. აი ესეთი ლამაზი ნაკსოვი გამოდის. აი ესე გამოიყურება ზურგი, აი ეს არის გადასვლა. აი ესეთია მხრის დახრა. ერთი წამით დავკეცო. აი ესე. აი ზუსტად ჩანს ახლა რეალურად რაც უნდა იყოს. და წინა მხრიდან კი აი ასე გამოიყურება. მეორე მხარსაც რომ მოვგსოთ. აი აქ არის მარკერი, მეორედან რო წამოვალთ მეორე მარკერიდან და წინ გავაერთიანებთ, მერე გავაკეთებთ საყელოს. ჯერ კიდე გაქვთ შანსი შემოუერთდეთ, უზომოდ მიხარია ხოლმე, როდესაც მიგზავნიან იქ მონაწილეები, თავიანთ ნამუშევრებს, ფოტოებს, როგორ მიიწევენ წინ, რა ეტაპზე არიან, ანუ არსად არ გვეჩქარება, ვქსოვთ ნელა, ზოგიერთმა მათგანმა უკვე ზურგი დაამთავრა, ზოგი წინა ნაწილზეა გადასული, ზოგმა წინა ნაწილი ის ვიდეო რაც უკვე დევს მოგსოვა და გამიზიარა და ელოდება და ვიდეოს გაგრძელებას, ასე რომ ძალიან სასიამოვნოდ მიდის პროცესი. და ის უკანა კონტაქტი, რასაც ვიღებ მონაწილეებისგან, ნუ აი ვერაფერს ვერ შეედრება, იმდენად სასიამოვნოა, როდესაც შენ შრომაზე მოგდის პასუხად, რომ ყველაფერი გასაგებად არის ნაჩვენები და აღწერილი და გადაღებული, მოკლედ ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი შედეგი გამოვიდა, ეს არ არის ჩემი პირველი, ანუ სამსახურიდან გამომდინარე, მაქვს რამდენიმე ერთობლივი ქსოვა ჩატარებული უბრალოდ ქართულ ენოვანი არ ყოფილა, ერთი იყო ინგლისურენოვანი და 3 იყო რუსულენოვანი, შესაბამისად გამოცდილება მაგის მაქვს, თუმცა მინდოდა რომ ჩვენ მშობლიურ ენაზე მქონოდა მსგავსი გამოცდილებას ვერ დავარქმე, უფრო გამოცდილება უბრალოდ ეს სიტყვა ბევრ რამეს მოიაზრებს, ანუ აი ესეთი კომუნიკაციის გამოცდილება რომ მქონოდა, მოკლედ ძალიან მიხარია. ამას ვაგრძელებ, ამაზე მუშაობას და
ჯერჯერობით არის ჯერჯერობით სულ ეს არის, მოკლედ, რომ ვთქვათ. და მინდა რომ მანქანაზე ქსოვაზე გადავიდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი იდეები მაქვს მანქანაზე, როგორ შეიძლება გავხარჯო ჩემი ძაფების მარაგები, რომლებიც როგორც წინა ვიდეოში უკვე მოისმინეთ, არის 42 კილოგრამი და 300 გრამი თუ სწორად მახსოვს ჩაწერილი მაქვს და მინუსებს ვაკეთებ ხოლმე ყოველ ჯერზე Excel-ის ფაილში გავაკეთე მთელი ჩემი მარაგების დახარისხება და ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაცას ვქსოვ, ჯერ ვწონი, სასწორიც მინდევს აქ, ჯერ ვწონი, მერე ვაკლებ, რომ მოვქსოვ უკვე მაგის მერე ვაკლებ სხვაობას და მოკლედ ძალიან მოტივირებული ვარ ამ პროცესით და ასე რომ გირჩევთ თქვენ თვითონაც და ახარისხოთ, აწონოთ, გადახედოთ თქვენს მარაგებს, ზოგიერთი მათგანი თუ ფიქრობთ, რომ აღარასდროს დაუბრუნდებით ამ ძაფებს, გააჩუქოთ, გაყიდოთ, გაასხვისოთ, რაც ფიქრობთ, რომ ჯერ კიდე შეიძლება რომ გამოგადგეთ, რაღაცა იდეები ერთობლივად მოვიფიქროთ, გავუზიაროთ ერთმანეთს და ნახოთ, როგორ წავა ჩვენი ეს მარაგების შემცირების ისტორია. ასევე გუშინ ვფიქრობდი რომ დავემშვიდობო კიდევ 5 ცალ გორგალ ძაფს, რომელიც ანგორას შემადგენლობით მაქვს. 3 ცალი არის ბეჟი, 2 ცალი არის წითელი, თუმცა ბოლო მომენტში მივხვდი რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მექნებოდა ანუ ბეჟი ფერით, რადგან 3 ცალია და 50 გრამიანი, ანუ 150 გრამი მაქვს, ძალიან თავისუფლად შემიძლია მოვიქსოვო ქუდი. ორფენიანი ქუდი, რომელზეც შეიძლება რამის ამოქარგვა კიდეს, ხოლო წითელს რაც შეეხება, კიდევ ერთი სოფის scarf, ანუ ეს პატარა შარფი, ან ჩემთვის, ან საჩუქრად დაქალისთვის, რატომაც არა, ანუ 2 ცალია, ერთი ჩემთვის შემიძლია მოვიქსოვო, მეორე საჩუქრად. ანუ რატომ მაწუხებდა ამ ძაფების ქონის პროცესი, ფაქტი არ ვიცი, როდესაც შეიძლება ძალიან კარგად იყოს გამოყენებული. მოკლედ, როდესაც გადაარჩევთ ხოლმე ესეთ ძაფებს და გადმოალაგებ და ნახავ ჯამში რა გაქვს, ანუ უფრო მეტად მოდის იდეები, რისი გაკეთება შეიძლება, ასე რომ ვცდილობ ხოლმე ასე თუ ისე, რომ ხშირად გავაკეთო მსგავსი რევიზია და საკმაოდ პროდუქტიული გამოვიდა ბოლო რევიზია, მე ასე ვფიქრობ, რადგან აი წარმოიდგინეთ, აქ არის 2 ცალი რძისფერი, აი აქ ჯამში ერთად არის გამოყენებული 2 ცალი რძისფერი და 2 ცალი ტერაკოტი. ანუ 200 გრამი უკვე გავხარჯე. შვენიერი მონაცემია, მე თუ მკითხავ. პლუს ამას სათამაშოების ქსოვა რადგან დავიწყე, იქ მარტო ჯინსის 0.5 მთლიანი ბურთულა 50 გრამი გავიხმარე, ეგ არის 250 გრამი. პლუს ამას დანარჩენი ძაფების ჩამოწერილი მაქვს რა რამდენი გრამი იყო და დაახლოებით 100 გრამამდე მან დავედით. და ყველაფერთან ერთად ახლა მანქანას დავუბრუნდები, მოვქსოვ ქუდს, რომელიც ეგრევე -100 გრამია და თუ კარგად ვიმუშავე 2 ქუდს მოვქსოვ, -200 იქნება, მოკლედ ძალიან მიხარია ეს მინუსების გაგონება, რომ ჩემ ძაფების რაოდენობას აკლდება. რეალურად სიმართლე რო ვთქვათ, ეს მიხმარება რომ გავამართლო ჩემი მომდევნო შენაძენები. ანუ არ ვიცი. მოკლედ, ესეთი იყო ამ ეტაპზე ჩემი განვითარებები. ვიდეოს დასრულებამდე კიდევ გაგიზიარებთ რა ცვლილებები მოხდება ამ ყველაფერში. და ახლა ყველაზე მთავარი, მინდა ერთ-ერთ ვიდეოს ქვეშ კომენტარი იყო, რომ გაგვიზიარეთო, როგორ ისწავლეთ ქსოვაო. ამ კითხვას ვუპასუხო, მაგრამ პასუხს ჩავსვავ ბოლოში, ასე რომ დარჩით ჩემთან და გამიზიარეთ ასევე თქვენ როგორ ისწავლეთ ან ვინ გასწავლეთ. ზოგადად არსებობს ფრაზა, რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდესო. ისე ძალიან მინდოდა ამ წინდების დამთავრება და დავიწყება და წინა ვიდეოში, წინა ვლოგში გაგიზიარეთ, რომ დავამთავრე და ბედნიერად დავივიწყე კიდეც. თუმცა აღმოჩნდა, რომ დამკვეთმა მოინდომა სიგრძის დაგრძელება. აი ეს იყო სიგრძე, რაც მოვქსოვეთ. აი ეს. და აი ამ მარკერიდან მოყოლებული მეორე დღეა ვქსოვ სიმაღლეში, აი ეს კიდე უნდა მოვქსოვო და მეორე ცალი მაქვს ზუსტად ასეთი მოსაქსოვი.
არდა როგორი ბედნიერი ვიყავი, რომ ეს წინდები ჩავაბარე და აღარ იყო ჩემი საქსოვი, მაგრამ ვინ შეგარგებს. მოკლედ ვაგრძელებთ, მუშაობთ ამაზე. ანუ ეს არის გუშინდელი შედეგი, ანუ გუშინ ავიღე შეკვეთაში ეს წინდა. გუშინდელი დღის შედეგია აი ამ ყვითელი მარკერიდან ამ ყვითელ მარკერამდე 1 ცალი წინდა და ახლა აი ამ მარკერიდან ზევით მეორე. ძაფი ესეთ მდგომარეობაშია, მაგრამ არაფრის გაკეთებას ამასთან მიმართებით არ ვაპირებ. 100 გრამიანი მელენ ვაითი, გადავახვიე 50 გრამიანებად, ცალ-ცალკე, ანუ 1.50 გრამი იყო აქ და მეორე წინდისთვის მაქვს და გადავწყვიტე, რომ წინდის ჭხირებზე მომექსოვა, რადგან ამ კონკრეტულ ჭხირებზე ბევრად უფრო სწრაფად იქსოვება და განვითარებაც, ანუ ეს მატება სიმგრძეში უფრო მალე არის შესამჩნევი. ორივე რო ერთად მექსოვა, გუშინ მექნებოდა აი ესეთი განვითარება ორივე წინდაზე ერთად. რაც სამწუხარო იქნებოდა ჩემთვის და ძალიან დამთრგუნავდა, ასე რომ გადავწყვიტე ცალ-ცალკე მოქსოვა. თან მithumetes 1 ან 2 რიგის სხვაობა თუ მექნება სიმაღლეში. ამჯერად უკვე როლს არ ითამაშებს და არანაირი დატვირთვა მაგას არ ექნება, შესაბამისად ყურადღებას არ მივაქცევ და ვმუშაობ ახლა სიგრძის ქსოვაზე. ვნახოთ აი ამის მოქსოვას თუ მოვასწრებ უახლოეს საათნახევარში. ანუ ვითომ ხო ცოტა, მაგრამ 420 მეტრია 100 გრამზე არის ძალიან წვრილი და იქსოვება უზომოდ ნელა ვქსოვ. ნიტპროს, ლანეგროსას ჭხირების ნაკრებია, წაშლილი მაქვს აქ უკვე ზომა. ეს არის 3 მილიმეტრი ჭხირი, რომელიღაცას ზედ უნდა ეწეროს. აი აგერ არის. 3 მილიმეტრი ჭხირია, რომლითაც ვქსოვ და იმედი მაქვს, რომ საათნახევარში აი ამის დამთავრებას შევძლებ. რამდენად გამომივა, ვნახოთ, დაგიბრუნდებით საათნახევარში და დავაკვირდეთ რა იქნება შედეგი. მერე უნდა დავიწყო მეორე. და იმედი მაქვს, სტაფილოსფერის დაგრძელებას არ მოითხოვს, თორე ნამდვილად ცუდად გავხდები, უკვე აღარ მინდა ამ წინდების დანახვა. მაშინაც ამას ვამბობდი და მომიბრუნდა, ასე რომ ჯობია ეხლა საერთოდ ხმა არ მოვიყო და ჩუმად ვიყო. ჩუმად მოვქსოვო, ჩუმად გავუშვე და დავივიწყო ჩუმად. ხო, რაც შეეხება ყველაზე მთავარი რისი ჩვენება მინდოდა. ამ წინდის გარეცხვა მოხდა საკმაოდ ესეთი უხეში დარღვევებით წესების და თუ დააკვირდებით ჩახარშულივით არის ნაქსოვი თითქოს აი შეიტრუსა ძაფი თუ რა მოვიდა, არ ვიცი, ანუ ხელით არის გარეცხილი, საკმაოდ უხეში სარეცხი საშუალება იყო გამოყენებული, რამაც თლიანი ის ფაქტურა, რაც ახალ მოქსოვილს ჰქონდა და ახალ გარეცხილს ან ჩვენი მხრიდან დაუკარგა. ანუ ძალიან ისეთი შეთელილი ვიზუალი აქვს, აი აქ თვლები თითქმის არც იკითხება. თვლები აღარ იკითხება, რაღაცნაირი ერთიანი მასად იქცა ეს ყველაფერი. ასე რომ ვეცდები ამის გამოსწორებას, ანუ თითებთანაც ანალოგიური ისტორიაა. და აი ეს ადგილია ახალი მოქსოვილი. ანუ ნახეთ რა დონეზე დაზიანებულია ქსოვილი. აი ეს ემართება არასწორი რეცხვის დროს ძაფს. აუცილებელი იყო ამ ძაფის გრილ წყალში ხელით გარეცხვა დელიკატური სარეცხი საშუალებით. აუცილებელი იყო თხევადი საშუალება. დიდი ალბათობით აქ არის ან ფხვნილი გამოყენებული, ან საპონი. ანუ სხვა არ ვიცი, უბრალოდ რას უნდა ექნა ესეთი შედეგი. პლუს ამას მგონია, რომ არის ძალიან ისეთი ცხელი წყალი გამოყენებული და გაშრობილია იმაზე გამათბობელზე ზემოდან. რამაც საბოლოო ჯამში აი ეს შედეგი გამოიღო. ასე რომ, როდესაც თქვენ თვითონ ქსოვთ, ან ვინმეს აქსოვინებთ, აუცილებელია რომ გაითვალისწინოთ რეკომენდაციები ამ ძაფის მოვლის შესახებ, რომ აი ესეთი გულდასაწყვეტი შედეგი არ გქონდეთ. ეს რა გამოვა ჯერჯერობით არ ვიცი ამ წინდისგან. ასე რომ, ბოლოში აუცილებლად გაგიზიარებთ, შევძელით თუ არა აი ამ სიტუაციის გამოსწორება. ესეთივე წყვილი გვაქვს, გაჩვენებთ, აი აგერ მეორე, რომელიც პროცესშია. ეს წყვილი გარეცხილია ერთხელ ჩვენს მიერ, ანუ მეორედ გარეცხვა
ვერ მოასწრეს. მოიცა ერთი წამით. მუქი ფერი რო არის ძალიან თამაშობს განათება. აი ესე ვქნათ. ესეც იგივე ძაფია და ის ყავისფერიც ესეთივე ფაფუკი რბილი უნდა ყოფილიყო. აი ესე ფერი კარგად გადმოიცემა, როდესაც კადრშია ხელი. აი ესე ფერი გადმოიცემა იდეალურად. მაგრამ კადრიდან ხელს როგორც კი გავწევ, ეგრევე გადანათებულია. აქაც ვიპოვოთ, აბა სად არის? აი ამ ადგილას მოხდა ერთი წამით. აი ასე. აი აქ არის თვლები ამოყვანილი. და მე არის სიგრძე მოქსოვილი უკვე ფერი ძალიან თამაშობს, მაგრამ იმედი მაქვს ამას ძალიან დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ. აი აქ არის სიგრძე უკვე აი ამდენი მოქსოვილი, ანუ ერთი წინ და ზემოთ გვაქვს სიმაღლეში მოქსოვილი. აი ესე გამოიყურება ახლა. აი ესე. ჩემი აი გითეთებს. აქტიური დამთავრება მიმდინარეობს აი ამ სათამაშოების. ჯამში მაქვს 11 ცალი. შემეშალა შემთხვევით მოქსოვე 1 ცალისთვის, სად არის აი ესეთი ხეზე დასამაგრებელი, ანუ რგოლზე დასამაგრებელი დეტალი და რეალურად ბურთულა არ მაქვს მოქსოვილი, შესაბამისად ეს დარჩება შემდეგი სათამაშოსთვის. აქ მაქვს 5 ცალი ბეჟი, 3 ცალი ყვითელი, 1 ნაცრისფერი და 2-ც აი ესეთი კრემისფერი, რომელიც ახლა უნდა ავაწყო. ერთ-ერთზე ჩამოყალიბდი, რომ არის ბაჭია, აქედან ერთი არის მელაკუდა და მეორე არის მელაკუდა არა, ლომი და კოალა. ეს არის იხვი. ეს იქნება ალბათ ჟირაფი. და დანარჩენებს ნელა-ნელა მოვიფიქრებ. უნდა იყოს ძაღლი და კატა, ბეჟები. აი ესეთები 2 ცალი იქნება კატა, 2 ცალი იქნება ძაღლი. ანუ 5-ვე ვიცი, ესე იგი რაც უნდა იყოს ესეთ ფერში. ასეთები არის 2 ცალი და ალბათ 1 იქნება კურდღელი და 1 იქნება დათუნია. ეს ალბათ კლასიკა ბაჭია. კოალა, ნაცრისფერია კოალა. ეს იქნება 1 ჟირაფი, 1 იხვი, ანუ 2 იხვი და 1 ჟირაფი. და აშკარად კიდე 1 სათამაშოს მოქსოვა მომიწევს. იმიტომ რომ კიდე 1 ლომი მჭირდება. დახოთ როგორ ჩაივლის ჩემი ქსოვის პროცესი. ახლა გვაქვს 23:16. ეს ყველა სათამაშო დასრულებული მჭირდება ხვალისთვის. ანუ ხვალ საღამომდე ეს სათამაშოები უნდა გქონდეს დასრულებული. საღამოს გულისხმობ დაახლოებით 6 საათს. 6 საათამდე ეს ყველაფერი უნდა მოურჩე. პარალელურად ხვალ მაქვს გეგმა მომიწევს მაღაზიაში შევლა, სადაც მუშაობ და პლუს პროდუქტები მაქვს მოსატანი. შესაბამისად, ისე რომ ხვალ მეცლება ამის დასამთავრებლად 6 საათამდე თქო არა. ანუ ხვალ მეცლება მაქსიმუმ დილის 12 საათამდე. მერე სახლიდან უნდა გავიდე და რო გავალ, თან უნდა წავიღო ეს ყველაფერი დასრულებული და გზად ყველაფერს რომ მოვრჩები, გავიარო მაღაზიაში, რომელთანაც თანამშრომლობ, დავუტოვო ეს პროდუქცია და უკან უკვე პროდუქტები ვიყიდო და წამოვიდე სახლში, იმიტომ რომ ზეგ და მაზეგ სრულ სმენას მუშაობ, შესაბამისად, ანუ დასვენებაც უნდა მოვასწრო მთელი დღე შრომა არ არის თვათ კარგი ამბავი. დავამთავრე ყველა სათამაშო, გავაფორმე, გავუკეთე საყელოები, გავუკეთე ბირკები, ამოვუქარგე სახე, გავუკეთე ყველა დეტალი, რაც კი სჭირდებოდათ
და ახლა მიმაქვს მაღაზიაში რომ დავტოვო. რაც შეეხება ცალ-ცალკე ამ სათამაშოებს, ანუ ერთიან ვიდეოს გადავიღებ და უკვე შემაჯამებელ ნაწყვეტში ნახავთ აბსოლუტურად ყველა სათამაშოს, რაც გამომივიდა. ასე რომ გავაგრძელოთ ყურება. როგორც ნახეთ, საკმაოდ აქტიური და პროდუქტიული ორი კვირა მქონდა. ორი კვირის მანძილზე დავიწყე საკმაოდ ბევრი ახალი ნივთი, რომელიც წინა ვიდეოებში არ მქონდა ნაჩვენები და ზოგიერთი მათგანის უკვე დასრულებაც მოვასწარი და რომლის დასრულებას ვერ მოვასწარი, საკმაოდ აქტიურად განვავითარე. რაც შეეხება დაწყებულ ნივთებს, პირველ რიგში იყო ერთ-ერთი კადრი დასაწყისშივე დავაკომენტარებ ან წინდების, რომელიც რაც გეძალებოდეს, ის გეძალებოდეს, ანუ არ მიყვარს წინდების ქსოვა. დაჟე ჩემი მეუღლე მეხუმრება ხოლმე, რომ ანუ წელს წინდების ქსოვის ლიმიტი უკვე ამოწურეო და მართალიც არის, რადგან ეს არის ჩემი ყველაზე არასაყვარელი ქსოვის პროცესი. თუმცა არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ჩემს საყვარელ ხალხს ძალიან დიდი სიამოვნებით ვუქსოვ წინდებს. თუმცა არა 45 ზომას და არა ამ სიგრძეს, რაც საბოლოო ჯამში გამოვიდა. დღეს გადავიღებ რამდენიმე ფოტოს აუცილებლად და მონტაჟის დროს ჩავსვავ, რომ გაგიზიაროთ სავარაუდოდ სადღაც აი აქ იქნება ყველა ეს ფოტო. და შეაფასეთ მასშტაბი აი ამ წინდის ამ პროექტის. რაც შეეხება ძაბს, Mailen White Alpaca, ზუსტად ესეთივე ყავისფერი მქონდა ასორტიმენტში მე თვითონ, რომელიც საბოლოო ჯამში გადავწყვეტა, რომ დამებრუნებინა მაღაზიაში და გადამეცვალა სხვა ძაბში, რადგან როგორც უკვე მიხვდით, მსგავსი ძაფით ქსოვის ხალისი ამ წინდებმა დამიკარგეს. და არც ვიცი რა პროექტი შეიძლება რომ მოვქსოვო ამ ძაფით შესაბამისად არა, თავიდან როდესაც ეს ძაფი მქონდა ასორტიმენტში, რა თქმა უნდა, ვიცოდი რისი მოგხსოვთ ძალიან დიდ სათვალის გარეშე ვაპირებდი გადაღებას, მაგრამ თვალები ისე მტკივა, რომ აშკარად არ გამოვა. ხო, ესე უკეთესია. შეიძლება ისევ აირეკლოს, მაგრამ სამაგერად არ მეტკინება. თავიდან რომ ავიღე ეს ძაფი და ესე ვთქვა, ჩავიწერე ჩემს ასორტიმენტში, რა თქმა უნდა, მქონდა გეგმა რის მოგხსოვასაც ვაპირებდი, თუმცა მივხვდი რომ თუ მანქანაზე არ ვაპირებ ამ ძაფის მოგხსოვას, ან მესამე გორგალს ხელით ნამდვილად არ მოგხსოვ, ვერ არ მოგხსოვ, იმდენად დავიღალე ამ ძაფით, საკმაოდ წვრილი ჭხირი ჭირდება, ბოლოს უკვე ვგსოვდი ტულიპის 3 მმ-იან ხის ჭხირებზე, მერე უკვე დაგრძელება რო გახდა საჭირო, გადავედი ნიტპროს წინდის ჭხირებზე და ანუ 50 გრამიანებად დავყავი ეს 100 გრამი და მთლიანად გავხარჯე ორივე წინდაზე 50-50 და ასე გამოვედი სიტუაციიდან და მდგომარეობიდან და წინდის ჭხირებით რა თქმა უნდა ბევრად უფრო სწრაფად მოიქცევა და თან ალბათ мотиваციაც მქონდა იმდენად აღარ მინდოდა ამ წინდების ნახვა, რომ 2 დღეში დავიწყე ამის დაგრძელება და დავამთავრე და რეალურად გავხარჯე ზუსტად იგივე ძაფი, რაც მანამდე 4 დღეში ვქსოვე ერთ წყვილ წინდაზე, ანუ მანამდე 100 გრამით წინდა მოვქსოვე 4 დღეში და მე ეს 100 გრამი 2 დღეში სიგრძეში მივამატე. ანუ აი ძალიან მინდოდა უბრალოდ ამ წინდის დამთავრება და ისე რომ დამევიწყებინა. იმედი მაქვს ამჯერად მაინც დავივიწყებ. რაც შეეხება შემდეგ პროექტს, ეს იყო განვითარებებზე გადავიდეთ, უფრო ლოგიკური იქნება და მე გადავიდეთ უკვე დასრულებულ ნივთებზე, რომლის უმეტესი ნაწილი სავარაუდოდ უკვე მიხვდით კიდევაც რა არის დასრულებული. პირველ რიგში დასრულებული პროექტი, დაწყებული და განვითარებული პროექტებიდან
აი ესეთი ჯემპრი, რომელსაც ვქსოვთ ერთად Instagram-ის დახურულ ჯგუფში. ანუ ბოლო ვიდეოში გავაერთიანე იღლის ჭრილი და ვქსოვ სიგრძეს. სიგრძეს როგორც კი მოვქსოვ, აუცილებლად გადავალ საყელოზე და მხოლოდ შემდეგ გადავალ მკლავების გაფორმებაზე. და მკლავების გაფორმების დროს ავხსნი კიდევაც როგორ შეიძლება რომ ვთქვათ ჟილეტად გადაკეთდეს. ან არ ავხსნი და ახალ ტექსტურ აღწერილობას გავაკეთებ, იმიტომ რომ არის რაღაც ნიუანსები ჟილეტსა და ჯემპრს შორის რა უნდა იყოს განსხვავება. შესაბამისად, რომ ლამაზად დაჯდეს რა თქმა უნდა სხეულზე, ასე რომ ეს იყოს ჯემპრი, როგორც არის და როგორც ვქსოვთ. აი ასე. შემდეგ რიგში, რომელიც ახლა დაიწყება, უნდა მოხდეს კიდევ ერთი გადაჯვარედინება აქ და წავა ახალი ნაწნავი. ანუ ეს ზურგი, ეს მხრების დახრა, ორივე მხარეს, საყელოს არე და წინიდან მრგვალი საყელო. ესეთი საინტერესო მოდელი გამოდის. ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რამდენ ახალ პროექტს მივედმოვედე, შეიძლება დაუჯერებელიც იყოს ეს ფრაზა, მაგრამ ნამდვილად ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ და მინდა რომ მალე დავამთავრო. ერთი წამით აი აქ. აი შემდეგი პროცესი რაც დავიწყე და ჯერ არ არის დასრულებული ნივთი, მაქვს აი ესეთ ტომარაში ჭხირები ზემოდან ჩანს. ეს არის ძალიან დიდი ხანია მინდა ამ კარდიგანის მოქსოვა. წინა ვიდეოში გაგიზიარეთ ფოტო ამ კარდიგანის და აი ბოლო ნაწყვეტ, ამ ვიდეოს ბოლო ნაწყვეტში რაც გაჩვენეთ უკვე იმის იქით ჯერჯერობით არ წავსულვარ. ეს არის ზურგის არე, აი ესე გავიწევი. ფერი რა თქმა უნდა კამერაში ეგრევე ეცვლება, მაგრამ რეალურად არის აი ესეთი. მაქვს გაკეთებული იღლის ჭრილი და უკვე გვარ გადასული ხრის დახრაზე, ანუ ქვემოდან ზემოთ ქსოვის დროსაც შეიძლება ხრის დახრა გაკეთდეს მოკლე რიგებით. თუმცა აქ ტექსტურ აღწერილობაში ჩემთვის უკვე მეორედ ვქსოვ, მაგრამ მაინც არის კითხვები, რაც მე მიჩნდება ქსოვის პროცესში, შესაბამისად გადავწყვიტე რომ როგორც კი მეცლება მოვარღვიო და ზოგადად მე როგორც ვაკეთებ ამ დახრას, ისე გავაკეთებ, ანუ არ მგონია ამან სერიოზული ცვლილება გამოიწვიოს ტექსტურ აღწერილობასთან შედარებით და თუ სწორად მახსოვს, წინა კარდიგანის ქსოვის დროსაც ანალოგიური პრობლემები შემექმნა და მაშინაც როგორც მე ვხედავდი ამ სიტუაციას, ისე მოვქსოვე. ახლაც მე მგონი ზუსტად იგივე გზას გავდივარ და შესაბამისად არაფერი არ დაშავდება, მაგით რომ დამოუკიდებლად მოვქსოვო მოკლე რიგები. მოკლედ. ამ კარდიგანზე მეტი არ ვიცი ჯერჯერობით რა ვილაპარაკო, გარდა იმ, ანუ სანამ არ დავასრულებ და არ გაჩვენებთ. ერთი ის რომ 50 გრამი ლუნგოს ძაფი არის აქ უკვე გახარჯული და კიდევ მაქვს 2 ცალი. კი ბატონო, მაქვს 2 ესეთი და თუ არ მეყო, უნდა დავიმატო ერთი კიდევ, იმიტომ რომ არის ეჭვი რომ შეიძლება არ მეყოს. იტყობე. მოკლედ. შემდეგი და ერთ-ერთი დასრულებული ნივთი იყო აი ამ ჭხირებზე შესრულებული, რომელიც დღეს არ უნდა დამოვიწყდეს, დავუბრუნო მეპატრონეს, რადგან ეს ჭხირები ჩემი არ არის. მე მგონი ნაწყვეტი ჩავთე კიდევაც, ფისუნიამ როგორ გამიფუჭა და მეუღლემ როგორ გამომისტორა. რადგან ანუ მე თვითონ არ ვქსოვ მსხვილ ჭხირებზე, ყველაზე მსხვილი ჭხირი რაც მაქვს არსენალში აი ესეთი მრგვალი ჭხირები, ეს არის 6.5 და მაქვს კუბიკი ჭხირების ნაკრები და ნაკრები რო არა ეგ ზომა არც მექნებოდა და იქ არის 8 ნომერი. შემდეგი პროექტი კი, ამ დასრულებული პროექტი კი მოვქსოვე 9 მმ-ზე და სხვათა შორის ძალიან უცხო გრძნობა იყო ამ სისქე ჭხირებზე ქსოვა და ვერ დავუმუღამე ბოლო თვლამდე და მაინც მჭიდროდ ვქსოვდი, და უფრო მეტად ჰაეროვანი უნდა ყოფილიყო ეს ნივთი და შესაბამისად იქნებოდა უფრო მეტად გრძელი და მოცულობითი. თუმცა
შეიძლება 10 ნომერის აღება ან 12 ნომერის, მაგრამ ეგ კიდე მეტ დისკომფორტს შემიქმნიდა თავისი სისქიდან გამომდინარე და მე კიდე არ ვარ მსხვილი ჭხირების მოყვარული. ძალიან მიყვარს წვრილი ჭხირებით ქსოვა, თუმცა ამ წინდების ქსოვამ ცოტა არ იყოს გადამაფიქრებინა ბოლო პერიოდში რაიმე ახალი პროექტის დაწყება წვრილი ჭხირებით. თუმცა სანამ უკან მომიბრუნდებოდა ეს წინდები დასასრულებლად, ანუ დასაგრძელებლად, მოვასწარი და დავიწყე ჭხირებით ახალი პროექტი, რომელიც აი ესეთ საყვარელ კალათაში მაქვს. სხვათა შორის, ანუ კომფორტულია, ფორმა უჭირავს და შიგნით ძალიან კარგად არის მოთავსებული პროექტი, რასაც მუშაობ. და პროექტი, რასაც მუშაობ, არის ანგორას ძაფით მოქსოვილი, ანუ 35% არის ანგორა და დანარჩენი არის სინთეტიკა. ეს ძაფი არის იტალიური ბრენდი ლამიას წარმოება, თურქეთში აქვს ფაბრიკა, სადაც თურქეთშია ფაბრიკა, რომელიც ამ კომპანიას ემსახურება და მქონდა 5 ცალი. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გავყიდიდი ან გავაჩუქებდი ამ ძაფებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ 5 ცალი 50 გრამიანი ძაფი ეს არის 250 გრამი და აქედან მაქვს 3 ბეჟი, 2 წითელი. ბეჟ ფერს რაც შეეხება, ძალიან თავისუფლად შეიძლება მანქანაზე მოვქსოვო ქუდი ორფენიანი და გამოვიყენო არაჩვეულებრივად. ხოლო რაც შეეხება 2 წელ წითელ ძაფს, თავისუფლად შეიძლება აი ესეთი შარფების მოქსოვა და მე რა თქმა უნდა წითელი ფერი უკვე მაქვს. შესაბამისად, ანუ შეიძლება რომ ჩემს მეგობრებს ვაჩუქო. ერთ-ერთი განსაკუთრებით მინდა რომ ჩემს დაქალს ვაჩუქო, რომელიც მგონია რომ ძალიან ისე ელეგანტურად მოიხდენს ამ შარფს და გამეხარდება თუ ვნახავ როგორ უკეთია. ეს შარფი ჯერჯერობით გამოიყურება აი ასე, არის ანალოგი ამ შარფის. ფერი ამასთან შედარებით ცოტა უფრო მოვარდისფროა, ანუ ეს უფრო მეტად არის წითელი. აი, ერთმანეთთან შეხამებით აი ესეთი განსხვავება აქვს, თუმცა ზუსტად ის ფაქტი, რომ არის ესეთი ნაზი, წითელი, ანუ არ არის რაღაცა რეალობაში ცოტა უფრო მუქია, ვიდრე კამერაში ჩანს. თუმცა მაინც ნაზი წითელია და ძალიან ესეთი აქცენტურიც არ იქნება და მგონია რომ უფრო მეტად ჩაეწერება მის ესეთ ქალურ და ჰარმონიულ გარდირობში, როგორიც აქვს. მოკლედ ნელა-ნელა ესეც დამთავრდება და იმედი მაქვს იმდენი ხანი არ დაჭირდება, რაც ამას. ჯერჯერობით პროცესში რაც მაქვს სულ ეს არის, მეტი არაფერი არ მაქვს დაწყებული, ანუ ამ 3 ნივთზე ვმუშაობ ისე აქტიურად და ამ 3 ნივთიდან ყველაზე აქტიური, რა თქმა უნდა, არის აი ეს ჯემპრი. შემდეგი, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, ეს არის უკვე დასრულებული ნივთები, რაც მაქვს ხელთ და ხელთ მაქვს 4 დასრულებული ნივთი და 10 უკვე აღარ მაქვს. 10-ის შესახებ ვიდეოს ჩავთავ, სადაც გაჩვენებთ სათითაოდ თითოეული მათგანი როგორ გამოიყურება. ეს არის საჩხაკუნო სათამაშოები, რომელიც მაღაზიისთვის შევასრულე, ანუ მაღაზია, რომელთანაც თანამშრომლობ უკვე 3 წელზე მეტია. ყოველთვის ვცდილობ, რომ მათ მიერ შემოსული შეკვეთა მაქსიმალურად სწრაფად შევასრულო ხოლმე, მაგრამ ხანდახან გამომდის ისე, რომ სხვა შეკვეთები მაქვს უკვე აღებული, რომელიც პრიორიტეტშია და მიწევს, რომ გავჭიმო დრო, როგორც აი ამ შეკვეთაზე გამომივიდა. ანუ რეალურად ეს სათამაშოები მე იანვრის თვეში უნდა მიმეტანე, როგორც ვიყავით შეთანხმებული, თუმცა აი მარტის 3 რიცხვამდე, 4 რიცხვამდე ვერ მოვახერხე ამის გაკეთება და გამოვიდა ისე, რომ ეს სათამაშოები მთლიანად არის მარტისთვის დასრულებული ნივთები, რომლებიც, როდესაც მოხდება გაზაფხულის თვეების შეჯამება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინო. ბარემ ვიტყვი, რომ აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს 4 დღე ვისვენებ. დღეს და ხვალ მუშაობ და მე 4 დღე ვისვენებ და აი ამ 4 დღეში აუცილებლად გაგიზიარებთ იანვარი-თებერვლის დასრულებული ნივთების სიას, ესე რომ ვთქვათ, რაზე ვმუშაობდი, რა დავასრულე და
რაც ცვლილებები მოხდა საერთოდ. რა თქმა უნდა, ყველა ვლოგში სათითაოდ საუბრობ ხოლმე რა დავიწყე, რა დავასრულეს, მაგრამ ერთი შემაჯამებელი ვიდეო მინდა, რადგან წლის ბოლოს მინდა შევაჯამოს, საერთოდ რამდენი ნივთი მოგსოვე. ანალოგიურის გაკეთება შეიძლება წინა წელთან მიმართებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მაისის თვეში დავიწყე ვიდეოების გამოქვეყნება, ანუ მაისამდე საკმაოდ დიდი დანაკარგი მაქვს ჩანაწერებში, არ მაქვს არაფერი დაფიქსირებული, რაზე ვმუშაობდი იანვრიდან მაისის 13-მდე. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ ის წელი ესე რომ ვთქვათ, დავივიწყო, დეკემბერსაც კი არ შევეხები და არც მაისიდან მოყოლებულ პერიოდს არ შევეხები, რომ კალენდარული ერთი წელიწადი ვივარაუდო და ამოვქეკო ჩემი ეს დასრულებული ნივთები. შესაბამისად, ეგეთი ვიდეოც გვექნება, პლუს ამას გვექნება ვიდეო, სადაც მე თქვენ გაგიზიარებთ ჩემს ინსტრუმენტებს, რადგან მით უმეტეს ორგანიზერი მაქვს უკვე ჩხირებისთვის და ჩემი ეს ცალობით შეძენილი ჩხირები ისე უბრალოდ უჯრაში აღარ ყრია, არ ჩალაგებული თავიანთ სათავსოში და მინდა რომ ეს ყველაფერი გაგიზიაროთ. გადავალ დასრულებულ ნივთებზე. ეს სათამაშოები, რაც საჩხეკუნოები, რაც ვქსოვე, წინა ნაწყვეტში გაგიზიარეთ. ჯამში ვქსოვეთ 11, მაგრამ მაღაზიაში მივიტანი 10, ერთი ცალი მაქვს ადგილზე. ახლა ვიდეოს ხედავთ ალბათ უკვე როგორ გამოიყურება სათითაოდ ყველა მათგანი. 10-ვე ჯერჯერობით, 10 სათამაშო. ეს იყო ფისუნიები, ლომები, ძაღლები, ყურდღელი და იხვები. ანუ 3 იხვი იყო, 2 ლომი, 2 ბაჭი, 2 ძაღლი და 2 კატა, 1 ყურდღელი. და ბოლო მოთხოვნა იყო, რომ ეს დათუნიები, კოალა და მსგავსი სათამაშოები ცოტა ხანი დამეპაუზებინა და რაიმე ახალი შემექმნა. შესაბამისად, გამომივიდა ისე, რომ 3 ახალი სათამაშოს დიზაინი გავაკეთე. ჩქარობდი ძალიან, შესაბამისად, ფერებში ექსპერიმენტები დიდად არ ჩამიტარებია და მხოლოდ ესეთი კომბინაციები გავაკეთე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რა ძაფების რაოდენობა მაქვს სათამაშოებს რაც ეხება, ძალიან ისეთი ფართო ასორტიმენტის შექმნა შესაძლებელი, რომელსაც ანუ ვეცდები რომ არ დაველოდო სანამ მომწერენ რომ აღარ აქვს სათამაშოები, არამედ კვირაში 2 საჩხაკუნო მაინც ვქსოვ, მით უმეტეს რომ ძალიან სწრაფად იქცევა. სულ მცირე მოვამზადო, აი ეს ბურთულები და ხის რგოლები უკვე მოქსოვილი, რომ ესეთი ნახევრად ფაბრიკატები მქონდეს მარაგში და როდესაც მეტყვი ანუ რაღაც კონკრეტული სათამაშოები აღარ აქვს, მე უბრალოდ სახე გავუფორმო და ყურები და სხვა აქსესუარები მოვგზავნო. მე მგონი ესე უფრო კარგი იქნება, უფრო დაასწრაფებს და დააჩქარებს შექმნის პროცესს. რაც შეეხება მე-11 სათამაშოს, ეს გამოიყურება აი ასე, ეს არის კოალა, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვქსოვ. და ეს კოალა ჩემთან ერთად დღეს წამოვა სამსახურში, რადგან ჩემს ერთ-ერთ მოსწავლის პატარა ბაიას უნდა ერგოს საჩუქრად. და პლუს ამას, ანუ არაფერი განსაკუთრებული აქ არ გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი საჩხაკუნო სათამაშო ხის რგოლზე, რომელსაც ვქსოვ ჩემს შემთხვევაში უკვე ხამანაკას 3 ნომერი ყაისნაღით, ანუ მილიმეტრებში მე მგონი არის 2.5 და ზომით ამერიკული არის 3 ნომერი. უზომოდ მომწონს მსგავსი ინსტრუმენტებით მუშაობა და ხვდები რატომაც ღირს ის ფასი რაც ღირს, იმიტომ რომ არ არის ძვირი, არ არის იაფი, თუმცა როდესაც ყიდულობთ ნაკრებს, თქვენ გაქვთ აბსოლუტურად თითქმის ყველა ზომა, წვრილიდან მსხვილის ჩათვლით და თან უკვე არის ორგანიზერში მოთავსებული, პლუს ამას აქვს არაჩვეულებრივი მოსაკიდებელი. ახლოს არ ახლოს მაქვს მარტო აი ეს ზომა, ეს ორიგინალს რაც შეეხება, ანუ ამის აქვს ძალიან ბევრი პატენტით, სადაც არის ოქროსფერი, ვარდისფერი ოქროსფერში დაფერვა გაკეთებული და ორიგინალს აქ მხოლოდ ოქროსფერი, ანუ არანაირი სხვა ფერი არ ურევია. და არის ძალიან კომფორტული ხელში, არაფერი არ დაიშლება, ანუ ხშირ შემთხვევაში მაქვს ხოლმე პრობლემა, რომ აი ეს ადგილი ძვრება ყაისნახს, რადგან ძალიან ჭიდროდ ვქსოვ და განცალკევების მერე უკვე ვეღარ ვიყენებ ისე, როგორც ყიდვისას კარგ მდგომარეობაში რო იყო, ანუ მე უკან ჩასმით, აღარაფერი აღარ შველის, მაინც ქსოვის პროცესში ვარდება და აქ ამ ყაისნახით უკვე ვსარგებლობ წელიწადზე ცოტა მეტია
და ჯერჯერობით პრობლემა არ შემქმნია არც ერთხელ, მაქვს აბსოლუტურად ყველაზე, ანუ ნაკრები მაქვს სრულად. ჯერ ერთი სრიალითაც ბევრად უკეთესია, ანუ პატენტთან მიმართებით ეგრევე მიხვდებით აი ამ განსხვავებას, რადგან მაქვს ნაკრებიც, რომელიც მაჩუქეს და არის პატენტი და იმასა და ამას შორის რადიკალური სხვაობა. ეს ბევრად უკეთესია, რა თქმა უნდა, ორიგინალი ბევრად უკეთესია. შემდეგი რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის უკვე ჩემი დასრულებული ნივთები, რაზეც უკვე რეალურად ვსაუბრობთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სათამაშოები გაგიზიარეთ. და შემდეგი დასრულებული ნივთი, ქრონოლოგიურად ამ ვიდეოებისთვის პირველი დასრულებული ნივთი გამოიყურება აი ასე, ანუ პატარა ვიდეოებს ჩავსვავ. ეს არის მანქანაზე მოქსოვილი ტომარა, რომელსაც აქვს ზონარები გაკეთებული. აი ასე. ეჭიმება, მე მგონი გაჩვენეთ კიდევაც ერთ-ერთ წინა ვიდეოში, ან წინა ჭრილში. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ იდეით, რომ შემიძლია ძაფების მარაგები გავხარჯო მანქანაზე ქსოვისას, ანუ ხელით არ დავიტანჯო ამ წვრილ ძაფებზე მუშაობით. შემდეგი იმ ფაქტით, რომ მაქვს ესეთი ტომარა, იმიტომ რომ აქ არის მოთავსებული, როგორც გაჩვენეთ უკვე, ძაფები ანუ აი ამ ჯემპრისთვის და ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ ჯემპრიც რეალურად მთლიანად ეტება შიგნით და ერთი ეს არის ჩასადები ხოლმე ჩანთაში და შემიძლია სადაც წავალ იქ წავიღო და არის ძალიან კომფორტული და გადავწყვიტე ანალოგიური მომექსოვა საჩუქრად ჩემი მოსწავლისთვის, აი ესეთი ტომარა. უკვე რევერსული ფერები, ანუ ვიდრე ჩემსაშია გამოყენებული. მივხვდი რომ ერთი ცალი შესაკრავითაც ძალიან კარგად ფიქსირდება და ძალიან კომფორტულია, ანუ არ ჭირდება ორი ცალი და პლუს ამას იმედი მაქვს რომ თავის პატარა პროცესებს, ანუ იქნება ეს აქსესუარები თუ დიდი ნივთების დასაწყისი, იმიტომ რომ უკვე დიდი ნივთი სრულად ამაში არ ჩაეტევა. ნუ გააჩნია რეალურად საზაფხულო მაიკები, რატომაც არა ჩაეტევა და ჯემპრები მაგალითად არის ესეთი დიდი მოცულობითი ჯემპრები, სადაც მარტო ძაფებია, შიგნით მიდევს 550 გრამი ძაფი, შესაბამისად აი ესეთში არ ჩაეტევა. მაგრამ იმედი მაქვს რომ გამოყენებას მოუძებნის. ამ ვიდეოს გადაღების შემდეგ შევფუთავ და წავიღებ სათამაშოსაც და ამასაც და პლუს ამას დროპსის სნოუ ძაფი რომ აქვს მქონდა შეძენილი მაქსმარას ქუდის მოსაქსოვად, ანუ მაქსმარას ხაზში იყო კონკრეტული ქუდის მოდელი, რომელიც უზომოდ მომეწონა და მინდოდა იმის მოქსოვა, თუმცა მივხვდები რომ არ ვარ მომქსოვი, შესაბამისად ძაფი არის უზომოდ ხარისხიანი, 100% შალი და იმედი მაქვს რომ ამ ჩემ მოსწავლეს გაახარებს და თამუნა უკვე მოუძებნის გამოყენებას. ესეც ჩვენი 13 დასრულებული ნივთი და მე-14 არის შარფი, რომელსაც პატარა ვიდეოებს გადავიღებ და აუცილებლად ჩავრთავ ამ ჭრილში. ეს არის აი ასეთი ერთი წამით. შეიძლება ახლა დიდად არ ჩანს, მაგრამ გავიკეთებ. აი ასე გამოიყურება. ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ძალიან თბილია, ყუდროა, ჩემს საყვარელ ფერებშია, უზომოდ მომწონს. ესეთი დიდი ნაწნავები აქვს. მოქსოვილია 9 მმ ჩხირით, რომელიც უკვე მოგიყევით ამ ჩხირის ისტორია და რეალურად შეიძლებოდა უფრო დიდი ჩხირით ან უფრო დიდი თვლებით ქსოვა. დასაწყისში სანამ ალღო-ავუღე საკმაოდ მჭიდროდ ქსოვე, მერე ნელ-ნელა მივხვდი და გავაგანიერე და უფრო თავისუფალ ქსოვაზე გადავედი. აი აქ უკვე სიგანეშიც ეტყობა, ესეთი ძალიან თავისუფალი ნაქსოვი მაქვს. მაგრამ რეალურად უფრო თავისუფალი შეიძლებოდა, რაც ამ შარფს უფრო მეტად ჰაეროვანს გახდიდა.
აქ არის 73% ალპაკა და დანარჩენი 37 არის პოლიამიდი. ანუ პოლიამიდის ძაფზე არის დახვეული ალპაკას ბუსუსები, რომელიც უზომოდ თბილს, რბილს და ფაფუქს ხდის ამ შარფს. აქ არის გამოყენებული 3 ცალი, თუმცა ვფიქრობ, რომ 4 რო გამომეყენებინა უფრო გრძელი იქნებოდა, ან უფრო თავისუფალი თვლებით რომ მექსოვა 3 ცალშიც ჩავეტეოდი და ძალიან ისეთი გრძელი, ანუ ეს ორ ნაკეცად ესე გამოიყურება. უფრო გრძელი შარფი მექნებოდა, რომ დიდი თვლებით მომექსოვა. 3 ცალი თითოს ერთ-ერთი კომენტარი იყო, რომ ფასებიც რო გითხრაო ძაფებისო, ანუ რაც შეძენილი მაქვს უშუალოდ იმის ფასებს გაგიჟღერებთ, მაგრამ რაღაცები არის, რაც ან მაჩუქეს, ან მე თვითონ რომ მქონდა მაღაზია, მაშინ შევიძინე, რომ აქ მქონოდა ადგილზე და გამიყიდა და შესაბამისად, ანუ მაშინდელი ჩემი შეძენილის ფასი სხვა არის და რა ფასადაც იყიდებოდა სხვა არის. დღესდღეობით კიდე სხვა ფასი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამე შეიცვალა გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში და ფასები ძალიან მომატებულია, ასე რომ ძველი ფასების გაჟღერების აზრს ვერ ვხედავ. დღესდღეობით კიდე იგივე ძაფებს, რადგან აღარ ვყიდულობ, ვცდილობ რომ აღარ ვიყიდო, არ ვიცი ახალი ფასები, ამიტომ რაც ვიცი, იმას გეტყვით. ეს კონკრეტული არის ავიო, ლანაგროსა ავიო, რომელიც ღირს 29 ლარი და 16 თეთრი და ყველაფერთან ერთად 10 მარტის ჩათვლით ტრისკელის მაღაზიაში არის -10%, 15% უკაცრავად და ეს ძაფი, ანუ შეგიძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. ამ შარფს, როგორც უკვე გითხარით, ჭირდება 3 ცალი და არაჩვეულებრივი, გრძელი, თბილი, ლამაზი, ელეგანტური შარფი გექნებათ, რომელიც მე მაგალითად ყოველდღიურობას მიხალისებს მანტოზე, როდესაც მაქვს ესე მოგდებული, მოკლედ ძალიან მომწონს როგორ გამოიყურება. რაც შეეხება ასევე ვიდეოს დასაწყისში მინდა გაგიზიაროთ გამარჯვებული, რომელსაც უკვე მივწერე და იმედი მაქვს შემეხმიანება, მაგრამ აქაც გავიმეორებ, ანუ იყო კომენტარი წინა ვიდეოსთან დაკავშირებით, რომ 39 კილო და ყველაზე მართალი იყო. თავიდანვე ვიტყვი, რომ კი ბოლოში გავაჟღერე წონა იქიდან გამომდინარე, რომ მინდოდა როგორც დასაწყისში, ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, დავაპაუზოთ მეთქი და ვთქვათ, რამდენი კილოგრამი ძაფი მაქვს, დავწეროთ და ვისიც დაემთხვეოდა, თვითონვე მიხვდებოდა, რომ გაიმარჯვა, რომ არანაირ რაღაცა ყოილს ან რამეს ადგილი არ ქონოდა ჩემი მხრიდან. შესაბამისად, ისე გამოვიდა, როგორც მქონდა ჩაფიქრებული, ერთმა ქალბატონმა ძალიან ისეთი მონდომებით აკომენტარა რამდენჯერმე და 39 კილო დაწერა და სწორი, ყველაზე ახლოს იყო სწორ პასუხთან, შესაბამისად გახდა გამარჯვებული. გათამაშებები მექნება ხშირად, უბრალოდ რა თქმა უნდა, აწინ უკვე გავაკეთებ რაიმე წესებს, რომელიც ცოტა უფრო კი არ გართულებს არავით, უფრო დააორგანიზებს ამ საკითხს და მე პირადად ძალიან მიხარია საჩუქრების გაჩუქება, შესაბამისად შევეცდები, რომ ხშირად გავაკეთო ხოლმე გათამაშებები, რადგან მიხარია თუ მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი ადამიანი გავახარო. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, დარჩით ჩემთან. ახლა არ გათიშოთ ჯერ ეს ერთი ვიდეოს ბოლოს ჩავრთავ ნაწყვეტს, სადაც ვსაუბრობ ქსოვის სწავლასთან დაკავშირებით, რადგან იყო კითხვა და ყველაფერთან ერთად პასუხის მერე უკვე დაგიბრუნდებით და გაგიზიარებთ რა გეგმები მაქვს შემდეგ ვიდეოსთან მიმართებით, ასე რომ ჯერ კითხვაზე პასუხი მოვისმინოთ, შემდეგ უკვე გეგმებზე ვისაუბროთ. დაპირებული კითხვაზე პასუხი. ამაზე ესე ერთიანი ვარიანტი პასუხის არ მაქვს. შესაბამისად, ახლა მოვკალათდები. დავიწყებ რაიმეს ქსოვას და ქსოვასთან ერთად ვისაუბროთ როგორ ვისწავლე ქსოვა. რამდენიმე წუთი დამელოდეთ, უცებ ვიზამ ამ ყველაფერს. ეს რადგან ესეთი სასაუბრო ნაწყვეტი იქნება, აუცილებელი არ არის რომ მანდ მაინც აი ესე კამერაში ვიყურებოდა, შესაბამისად
თან მოგსოვ, თან ვისაუბროთ. პირველ რიგში ქსოვა, როგორც ასეთი, ვინმე კონკრეტულმა უბრალოდ ქსოვა, როგორც ასეთი, არ მისწავლია ვინმე კონკრეტული ადამიანისგან. ანუ ჩემს ქსოვის ისტორიაში არ არსებობს ერთი პიროვნება, რომელმაც დამსვა და მას სწავლა ქსოვა. ეს იყო ყოველთვის რაღაცა პატარა ნაწყვეტებად, ვიღაცამ რაღაცა ერთი მასწავლა, ვიღაცამ რაღაც მეორე მასწავლა. ჩემ მეხსიერებაში მაქვს ესეთი მოგონება დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან, როდესაც სოფელში და ეს იყო დუშეთის რაიონი, სადაც ერთ-ერთმა მეზობელმა პარკის ძაფებით, ანუ პარკს ჭრიდა და გადაბმით აკეთებდა ძაფს, ყაიზნაღით მასწავლა ქსოვა და ფერები იცვლებოდა უშუალოდ პარკის, მაგრამ საკმაოდ დიდ ასაკამდე, სანამ ეგეთი ქსოვის ტექნიკა ისევ არ ვნახე ვიღაცა სხვა ადამიანის ხელში, დარწმუნებული ვიყავი, რომ მე ყაიზნაღით ვქსოვდი ჟაკარს 4 წლის ასაკში. ასე რომ მეხსიერებას დიდად არ უნდა ვენდოთ. ფერები იცვლებოდა ძაფის, იყო თეთრი და ყვითელი და ყოველი ქსოვის დროს ერთმანეთს ცვლიდნენ ეს ორი ფერი და მქონდა მოქსოვილი ქისა, რომელიც საკმაოდ დიდხანს მქონდა თან, მაგრამ საბოლოო ჯამში სახლიდან სახლში იმდენჯერ გადავედი, ზოგჯერ ქირი, ზოგჯერ შეძენილი სახლი, როდესაც იყიდებოდა და აი ამ მოკლედ ბევრი ცვლილება მოხდა, ამ ჯამში ალბათ ერთი 12-ზე მეტი სახლი მაქვს გამოცვლილი, შეიძლება ესეც ითქვას. ერთ-ერთი ამიამ გადასვლის დროს დაიკარგა ეს ჩემი ქისა და ყაიზნაღი რომ თქვა, რომ ჩემი საყვარელი ინსტრუმენტია, თქვა არა, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ხელში ყაიზნაღი მიჭირავს და ქსოვს სათამაშოებს. ანუ ძალიან მიყვარს ჩხირებით ქსოვა და ჩხირებით ქსოვის პირველი მოგონება მაქვს დაახლოებით 5 წლის ასაკში, როდესაც მამიდა ჩემი ქსოვდა რაღაც ჯემპრს, თუ ვიპოვე ფოტო, მე ჩავრთავ, ეს ჯემპრი იყო ჩემთვის განკუთვნილი. ეს იყო ნაცრისფერი ჯემპრი, ვარდისფერი პანტერა იყო ზედ ჟაკარდის ტექნიკით მოქსოვილი და ძალიან მომწონდა ეს პროცესი, რასაც აკეთებდა ეს ძაფების გადაადგილება ხელში, აი ამ ფერების შეცვლა. მოკლედ ძალიან მომწონდა და საათობით ვქსოვდა, საათობით ვიჯექი და ვუყურებდი ხოლმე. მე ერთხელაც ხელში დამეჭერინა და მასწავლა თვლების ამოყვანა. მაგრამ რო თქვა, რომ რაღაც დიდხანს მეჯდა და მამეცადინებდა თქო, არა. მერე იყო ესეთი მომენტი, რომ დედას ყავდა მოსწავლე, რომელიც დიდად არ იყო დაინტერესებული იმ საგნით, რაც უნდა ესწავლა და უმეტეს დროს ატარებდა იმაში, რომ ჩემთან იჯდა და სათამაშოებისთვის კაბების ქსოვას მასწავლიდა ყაიზნაღით. აქაც დიდი შედეგი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ მერე დედასთან სალონში ერთ-ერთ კლიენტს დარჩა ძალიან დიდი სქელი ფუმფულა შარფი, რომელიც დაახლოებით 3 თვე იდო იმ იმედით, რომ იქნებ მობრუნდესო და მოაკითხოსო და წაიღოსო, მაგრამ არავინ არ მობრუნებულა. და ეს შარფი გახდა ჩემი, რა თქმა უნდა დავარღვიე. მოვიქსოვე რაღაცა ჯემპრი, უცნაური უზორით, ჟილეტი, სადაც არც იღლის ჭრილი, არც საყელოს ჭრილი, არაფერი არ იყო, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი და ისეთი ამაყი, რომ ეგეთი რაღაც მოვიქსოვე ჩემთვის და მე თვითონ თან, რომ ყველგან მეცვა. სამხატვრო სკოლაში დავდიოდი და იქაც ვიცმევდი დიდი სიამაყით, ასე რომ ქსოვა ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან ესეთი პატარა ასაკიდან, თუმცა ყველაზე მთავარი, რომ აქტიური ქსოვა ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა 10 წლის წინ რეალურად. აი აქტიურად, რასაც ქვია, დავკავდი 10 წლის წინ და უფრო ზუსტად კი 2015 წლის დეკემბრიდან. სექტემბერში გავთხოვდი. თავიდან რატომღაც მეგონა, რომ ის ფაქტი, რომ ვქსოვდი, მთლად კარგი არ იყო, იმიტომ რომ ახალგაზრდა გოგო რო ქსოვს რაღაცა მერიდებოდა
და მე გაირკვა რომ ჩემი მეუღლეს პირიქით ძალიან მოწონს ხელსაქმე, თვითონაც ძალიან უყვარს ძერწვა, ტყავზე მუშაობა და მსგავსი რაღაცეები, ასე რომ ძალიან ისე გულშემატკივრობდა, გამიკეთა Instagram გვერდი, გამიკეთა ლოგო, მომიფიქრა სახელი, გადაუღო ჩემ ნამუშევრებს ფოტოები, დამარეგისტრირა პირველ საშობაო მარკეტზე, რომელიც გაიმართა ფაბრიკაში და ყველანაირად მიწყობდა ხელს. ამის მერე, ეს გვერდი ჩვენი შემოგვრჩა აქტიური და თვითონაც რომ დესაც დაიწყო ტყავზე მუშაობა, გავყავით გვერდი ორ ნაწილად, ეს იყო ჩემი ნამუშევრები და ეს იყო მისი ტყავის ნამუშევრები და ეხლა გვაქვს ორი დამოუკიდებელი Instagram გვერდი ერთმანეთისგან, პლუს ამას Facebook გვერდები, პლუს ამას ეწის მაღაზიები ცალ-ცალკე. და ეს ქსოვა არის აქტიურად ჩემ ცხოვრებაში. სამხატვრო სკოლაში ჩვენ ქსოვას როგორც ასეთი არ ვსწავლობდით. სამხატვრო სკოლაში მასწავლეს დეკორატიული ქსოვა ხალიჩების და ფარდაგების, რომელიც დღესდღეობით ითვლება მივიწყებულ ტექნიკად და თუ ვინმე ფლობთ ამ ხელოვნებას, შეგიძლიათ ძალიან თავისუფლად გააკეთოთ ამ პროფესიის მონეტიზაცია, ამ ცოდნის, რადგან დაინტერესება დიდია და მცოდნეები ძალიან ცოტა. შესაბამისად, შეგიძლიათ ეს ყველაფერი დააორგანიზოთ ისე, რომ აიყვანოთ მოსწავლეები, აიყვანოთ ჯგუფები, კურსები გააკეთოთ, მოკლედ ყველანაირად განავითაროთ ეს ცოდნა და ამ ცოდნას შემოატანინოთ თქვენთვის ასე თუ ისე ნორმალური თანხა. ასე რომ ძალიან კარგი განათლება მივიღე სამხატვრო სკოლაში. რაც შეეხება ამ დონეზე ქსოვის ცოდნას, იმიტომ რომ დაკონკრეტებული იყო ის ფაქტი, რომ ასე კარგად ვინ გასწავლაო, არავის არ უსწავლებია ჩემთვის ესე კარგად, პირველ რიგში მადლობა რომ თulis რომ კარგად ვიცი ქსოვა, მეორე, არავის არ უსწავლებია ჩემთვის ეს ყველაფერი, უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც ხშირად ქსოვ და ხშირად ქსოვ არა ერთი და იგივე ნივთს, იმიტომ რომ ერთი და იგივე ნივთის ქსოვის დროს იხვეწები მაგ ნივთის ქსოვაში. და როდესაც ქსოვ ყოველ ჯერზე სხვადასხვა ნივთებს, სხვადასხვა ცოდნას იმატებ ზარდახშაში, ესე რომ ვთქვათ და ყოველ ჯერზე რაღაცა ახალი ნიუანსებით შეგიძლია გაამდიდრო შენი გამოცდილება. ჩემ შემთხვევაში, რადგან ქსოვდი შეკვეთით და მინდოდა რომ რაღაცა ახალი შემომეტანა ქსოვით ნივთების ისტორიაში, საქართველოში რაც იყო გვერდები დარეგისტრირებული და ყიდნენ ნაქსო ნამუშევრებს, ყველა თითქოს ერთი და იგივე ნივთებს იმეორებდა. და აქედან გამომდინარე მინდოდა რომ მქონოდა მე რაღაცა უფრო სხვანაირი ასორტიმენტი და ამიტომ დავიწყე მოძიება ფოტომასალის, რეფერენსების, რომ რას შეიძლება გავდეს ჩემი ნამუშევრები. მე დამკვეთები, რომლებიც მიგზავნიდნენ კონკრეტულ ფოტოებს და მთხოვდნენ იმ ნივთების გამეორებას, მეხმარებოდა ამ განვითარებაში და საბოლოო ჯამში მივედი იქამდე, რომ ახლა მაქვს ჩემი სქემები, რომლითაც მუშაობ, მაქვს ყველაზე ისეთი გაყიდვადი კომბინეზონის კომპლექტის სქემა შემუშავებული, მიდევს ერთ-ერთი შორტსი, პატარა ვიდეო ყვითელი კომბინეზონის და ვიდეოდან ვიდეომდე ყოველ ჯერზე მაქვს ახალი შეკვეთა ხოლმე. ეს არის ძალიან ისეთი სადა, მინიმალისტური დიზაინი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოვქსოვე და მას მერე პოპულარულია და აქტუალურია და ხშირად მიკვეთავენ. იცვლება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ფერი, ხანდახან ფერიც არ იცვლება და აქვე ვუპასუხებ კომენტარს, თუთორიალი მაქვს თუ არა, არ მაქვს და ჯერჯერობით ამ კონკრეტულ ნივთზე თუთორიალის გადაღებას არ ვაპირებ, რადგან ეს ნივთი მაინც რაც არ უნდა იყოს, არის ჩემი ნამუშევარი, რომელიც მე თვითონ ცოტა ისეთი ნათქვამია პურს მაჭმევს, მაგრამ რეალურად ეგრეა, მე ვყიდი ამ ნამუშევრებს და შემოაქ ამ შეკვეთას ჩემთვის ყოველთვიური თანხა. შესაბამისად, ჯერჯერობით აი ამ გამოცდილების და ცოდნის გაზიარებას არ ვგეგმავ. რაც შეეხება სხვა დეტალებს, რაც ეხება ქსოვას,
ძალიან საინტერესოა ხოლმე სხვადასხვა წიგნები, რომელიც არის თავისუფალ წვდომაში ელექტრონულ წიგნებს გულისხმობ, რადგან ჩვენს წიგნების მაღაზიაში ქსოვასთან დაკავშირებით თითქმის არაფერი არ არის. და ელექტრონული წიგნები მაძლევდა იმის შესაძლებლობას და გამოცდილებას, რომ ახალი ნართები გამეგო, როგორ იქსოვება, ახალი ტექნიკები როგორ იქსოვება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მივდივარ ყოველთვის იმ მომენტამდე, რომ მე თვითონ მაინტერესებს რაღაცა როგორ იქსოვება, მე თვითონ ხედავ ამას ტექნიკურად როგორ შევასრულო და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ემთხვევა ავტორის იდეას, მაგრამ საბოლოო ჯამში ნივთს ვღებულობ იგივენაირს, როგორიც კონკრეტულმა ავტორმა ჩაიფიქრა და გააკეთა, მაგრამ მე ჩემი მეთოდი მაქვს აი ამ შედეგის მიღწევის, რომელიც თითქმის არასდროს არ ემთხვევა სხვა ავტორებს, ამ სქემების ავტორებს. ეგრე მაქვს მოქსოვილი მაგალითად ჩემი იაპონური მხარი, ჯემპრი, რომელიც ჯერ კიდევ პროცესში მაქვს, ანუ საერთოდ სხვანაირად იქსოვება იაპონური ჯემპრი, მაგრამ მოვქსოვე საყელო, მე რაღაცა მომენტში მივხვდი, რომ მინდა იყოს იაპონური მხრით მოქსოვილი ჯემპრი და დავიწყე ფიქრით, როგორ განმეხორციელებინა. პირველ რიგში აქვე რჩევასაც მოგცემთ, რომ არ შეგეშინდეთ ქსოვის დროს ექსპერიმენტების, იმიტომ რომ ქსოვა არ არის დაწერილი წესებით და კანონებით შემდგარი ფაკულტატივი, სადაც არ გაქვთ უფლება გადაუხვიოთ მარჯვნივან მარცხნივ. ანუ ეს არის მთლიანად გამოცდილება, რომელსაც იძენთ სხვადასხვა ტექნიკის ქსოვის დროს, ანუ უნდა გატესტოთ პირველ რიგში, ანუ აუცილებელი არ არის ყველაფრის ვიდეო იდოს YouTube-ზე, რომ თქვენ რაღაცა ახალი ისწავლოთ. ანუ YouTube-ის ვიდეოების მიხედვით თითქმის არასდროს არ ვქსოვ, იქიდან გამომდინარე, რომ სიმართლე რომ ვთქვათ, YouTube-ის ვიდეოები და მე თვითონ მიდევს მასტერ-კლასი, გულისხმობს მხოლოდ იმ კონკრეტული ნივთის ქსოვას, ანუ არასდროს თქვენი YouTube-ის ვიდეოში არავინ არ აგიხსნით იგივე ნივთი როგორ მოქსოვოთ ცოტა სხვანაირად. არა, იქ თქვენ გექნებათ ზუსტად იდენტური როგორ მოქსოვოთ, როგორ მოქსოვა კონკრეტულმა ადამიანმა და არც ერთი წამით არ გადაუხვიოთ იმ ადამიანის ვერბალურ გადმოცემას, ანუ რასაც გიხსნით სიტყვიერად. ხო და ეს არ მოგცემთ გასახანის საშუალებას რეალურად და თუ განვითარების ძიება გვინდა, უნდა გავტესტოთ ჩვენით როგორ ვიზამდით, დავარღვიოთ, მოგსოვოთ ახალი, მოგსოვოთ ნიმუშები, ვცადოთ ძალიან დიდი პერიოდი დედაჩემი მაგალითად ყოველთვის იმას ამბობდა, რომ არასდროს არ მინახავს შენი დასრულებული ნივთი. ანუ თითქმის არასდროს ბოლომდე არ მიმყავდა პროცესი, რადგან ვიწყებდი რაღაც კონკრეტულ მეთოდს გავტესტავდი, მივხვდებოდი, რომ ეს ის არ არის, რაც მომწონს, დავარღვევდი. და ან კიდე გავტესტავდი, მომეწონებოდა, მაგრამ დავარღვევდი, იმიტომ რომ ანუ რა ვუყო ახლა ამ ნიმუშს, ძაფი კიდე ისეთ მჭირდება ცალკე. შესაბამისად, აი ამ დარღვევა და ხელახლა მოქსოვამ, გამოიწვია ის, რომ დამეხვეწა თვლები, დამეხვეწა აღქმა სქემის და ყველაზე მთავარი, ანუ წარმოვიდგინოთ ხოლმე კონსტრუქციულად როგორ იქნება ეს ნივთი, მაგალითად ჯემპრი, ანუ როგორი მკლავი უნდა იყოს, როგორი ყელი უნდა იყოს, თუ ესეთი ყელი უნდა იყოს, როგორი მხრები უნდა იყოს, თუ ესეთი მხრები უნდა იყოს, როგორი სახელო უნდა იყოს. და ეს ყველაფერი ერთმანეთთან მიბმულია და არა ისე რომ აი ქსოვა დავიწყე და მე როგორი საყელო გავაკეთო და ამ დროს საყელოს რეალურად ჩავწდი. ანუ ქსოვის დროს ჩავწდი, ან პირიქით ქვემოდან-ზევით ქსოვის დროს, რომელიც ძალიან არ მიყვარს. ანუ ქსოვ, მე გადადებ გვერდზე, იმიტომ რომ არ იცი რა როგორი გააკეთო. ანუ ჯობია პატარა ტექნიკური ნახაზი გაკეთდეს წინასწარ, გამოთვლები გაკეთდეს და მე უკვე დავჯდეთ და გავაკეთოთ თვითონ ნამუშევარი. და ბარემ ვისარგებლებ მომენტით, თუ გსურთ გამოთვლების სწავლა, შემიძლია დავაორგანიზო ასევე დახურული ჯგუფი, სადაც გავერთიანდებით ყველა და ვისწავლით ზოგადად როგორ კეთდება გამოთვლები და სხვადასხვა კონსტრუქციას როგორი სახის გამოთვლები ჭირდება. იმიტომ რომ ყველა განსხვავდება. და კლასიკური რეგლანი, რომელიც უკვე ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი გახდა იმდენად ერთი და იგივეა, როგორ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ. ასე რომ თუ დაინტერესდებით, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარებში. და აქვე ვიტყოდი, რომ ძალიან მიყვარს თქვენთან კომუნიკაცია, კომენტარებზე პასუხის
ფორმატში, მიყვარს, ოდესაც მიზიარებთ თქვენ გამოცდილებას, მიყვარს, ოდესაც ვკითხულობ თქვენ რისი ქსოვა გიყვართ, ან რა ვიდეოები გიყვართ, რა ტიპის ვიდეოები გიყვართ, ასე რომ გამიზიარეთ, თქვენ როგორ ისწავლეთ ქსოვა, ვინ იყო ადამიანი, ვინც გასწავლათ, არის თუ არა ერთი კონკრეტული ადამიანი, თუ ჩემსავით ნაწყვეტ-მაწყვეტ დამოგლეჯილი კონტექსტიდან, სხვადასხვა ადამიანების ქსოვის ისტორიებიდან თქვენი ცოდნა და გამიზიარეთ ასევე, რაზე მუშაობთ ახლა, ანუ რა გაქვთ პროცესში და ყველაზე მთავარი, რამდენი გაქვთ პროცესში, იმიტომ რომ როგორც უყურებთ ჩემ ვიდეოს, მე ვარ ბევროპროცესული ადამიანი, ესე რა ვთქვათ ქართულად და მიყვარს, ოდესაც ერთობლივად მივედმოვედები ყველაფერს და ნელ-ნელა ვასრულებ, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი, როდესაც მოდის შთაგონება და გინდა რომ რაღაც ახალი გააკეთო, უნდა მოასწრო. უბრალოდ უნდა აიღო და მოასწრო დაწყება. როგორც კი დაიწყებ, ადრე თუ გვიან დაამთავრებ, მაგრამ თუ არ დაიწყებ, ჯერ ეს ერთი იდეაც გავიწყდება. იდეაც იცვლება. მე აღმოჩნდება, რომ შენი იდეა ვიღაცა სხვამ განახორციელა, რაზეც ძალიან გული დაგწყდება და არაერთხელ მქონია ეგეთი მომენტი. ასე რომ ჩემთვის მე ესეთი მეთოდი ვიპოვე, რომ როგორც კი მომდის იდეა, ყველაფერს მივედმოვედები, დავიწყებ და მე ნელა-ნელა ვამთავრებ და თქვენც თუ ესეთი ადამიანი ხართ, გამიზიარეთ კომენტარებში, ძალიან დამაინტერესებს ამის კითხვა. რაც შეეხება მომდევნო კვირის გეგმებს, მომდევნო კვირაში მე თქვენ გაგიზიარებთ დასრულებულ ნივთებს, რომელსაც აი ახლა გაგიზიარეთ, რომ პროცესშია მუშაობის, თუმცა მექნება კიდევ ერთი დაწყებული ნივთი, წითელ ფერში, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩვენი ვიდეოები წითელი ფერის გარეშე, რომელიც არის შეკვეთა და ეს ჯერჯერობით არის ერთადერთი შეკვეთა, რომელიც უნდა დავამთავრო და იმედი მაქვს, რომ შემდეგი კვირის მანძილზე საკმაოდ ისეთ აქტიურ განვითარებას მივცემ ამ ნივთს, პლუს ამას დიდი იმედი მაქვს, რომ დასრულებულ ნივთებში ჩავწერ ამ ჯემპს და თუ რაიმე ახალი დავიწყე, ნუ ჯერჯერობით გეგმა არ მაქვს, აი ამ ორი ნივთის გარდა არაზეც ვიმუშავებ, თუმცა პლუს ამას წინასწარ ვეკეთვით, რომ შემდეგ ვიდეოში მე თქვენ გაგიზიარებთ აი ამ ორი კვირის მანძილზე და პლუს შემდეგ კვირაში რა რაოდენობის ძაფი მოაკლდა ჩემს მარაგებს და რა რაოდენობის ძაფი მიემატა ჩემს მარაგებს, რადგან აი აქ უკვე ხედავთ ერთ ახალ ბაბინას, რომელიც სიახლეა ჩემს ასორტიმენტში, თუმცა მოდით შევთანხმდეთ, რომ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ შემდეგ ვიდეოში, რადგან ამ ბაბინაზე ძალიან დიდი გეგმები მაქვს. შემდეგ ვიდეოში დიდი ალბათობით მოგწევთ ჯერჯერობით ნიმუშს და მე უკვე გავაკეთებ ნახას შემდეგი მონახას შემდეგი ნივთისთვის. ასე რომ ესეთია ჩემი გეგმები მომდევნო კვირაში. პლუს ამას გეგმა მაქვს, რომ საკმაოდ ისე აქტიურად ვიმუშაო და მოვიქსოვო ყველაზე მთავარი და მავიწყდა კაპრი, ანუ ეს კაპიშონი და თუ მოვახერხე, მოვამზადებ ტექსტურ აღწერილობას და მინი შორტს. წესით არაფერმა არ უნდა შემიშალოს ხელი, ასე რომ გამოვიდა რეალურად 3 ნივთი, რაც უნდა დავიწყო და ზოგიერთი მათგანი დავასრულო შემდეგ ვიდეოში, ასე რომ დარჩით ჩემთან, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო. ახლა დაგემშვიდობებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გისურვებთ წარმატებას, სიმშვიდეს და რაც მთავარია, დროს და ხალის საყვარელი საქმიანობისთვის. ნახვამდის.